საზღვაო აკადემიის რექტორმა ნიკა ციკლაურმა თანამდებობა დატოვა. თბილისიდან მოწვეული ციკლაური აკადემიაში ლევან ვაშალომიძემ წარადგინა და აღნიშნა, რომ აკადემიის საერთაშორისო კავშირები გაუმჯობესდებოდა სტუდენტებს პრაქტიკის გავლა ისევ უჭირდა აკადემიამ თანხების არარსებობის გამო ერთადერთი გემი მთავრობას უკან დაუბრუნა. სამაგიეროდ რექტორის ნიკოლას ციკლაურის ყოველთვიური შემოსავალი 5800 ლარი იყო. მან მანქანის შესაძენად 48000 ლარი დახარჯა, ხოლო კაბინეტის ავეჯისათვის 47000 ლარი. ყოფილი რექტორი ნიკა ციკლაური სატელეფონო ზარებს ჯერ არ პასუხობდა. დღეს კი ტელეფონი გათიშული აქვს. თქვენ უყურებთ გადაცემა უპასუხეთ ხალხს და დღეს ჩვენ ვეცდებით ამ შეკითხვებზე მივიღოთ პასუხი. საღამომშვიდობისა. ჩვენი სტუდიის სტუმრები არიან დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გენო გელეძე, საზღვაო აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტი ნიკა თავდიშვილი და აკადემიის ასოცირებული პროფესორი ემზარ კახიძე. საღამომშვიდობისა, დიდი მადლობა რომ გვეწვიეთ გადაცემაში. მოგესალმებით. გადაცემაში ჩაგვერთვებიან აკადემიის ლექტორი ზაურ ლომიძე და აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი ჯაჯანიძე. სტუდიაში მონაწილეობაზე ჯერ დაგვთანხმდნენ, შემდეგ კი უარი გითხრეს აკადემიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა აბდულ კახიძემ და წარმომადგენლობითი საბჭოს წევრმა სტუდენტმა რუსლან ბერიძემ. საზღვაო აკადემიის რექტორის მომავლების შემსრულებელმა ენვერ ხავლეშვილმა გითხრა, რომ აკადემიიდან ვერავინ მოვიდოდა არცებულ პრობლემებსა და განვითარების გეგმაზე სასაუბროდ. გადაცემაში მონაწილეობაზე ასევე უარი გითხრეს საზღვაო აკადემიის ყოფილმა რექტორებმა ბიძინა ორაგველიძემ და ოთარ დიოგიძემ. კიდევ ერთ ყოფილ რექტორთან ნადიმ ვაშანიძესთან დაკავშირება ჩვენ ვერ მოვახერხეთ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრესამსახურმა კი მიზეზად მოუცდელობა დაასახელა და ტელეფონი გაგვიტიშა. რა ხდებოდა დღეს საზღვაო აკადემიაში? ამ თემაზე ჩვენ მოგვიანებით ნახავთ ირინე ყურვას სიუჟეტს, მანამდე კი დავიწყოთ საუბარი. ბატონო ემზარ, გითხარით, თქვენ ხართ საზღვაო აკადემიის ლექტორი, ასოცირებული პროფესორი. რა ხდებოდა დღეს საზღვაო აკადემიაში? პირველ რიგში მოგილოცავთ ახალ სტუდიას. მადლობ. რაც შეეხება სიტუაციას, რომელიც არის და იყო საზღვაო აკადემიაში, ალბათ ჩვენმა ბევრმა ქალაქელმა და ჩვენმა საერთოდ საქართველოს მოქალაქეებმა ალბათ იციან იმ. მე ვიტყოდი მწირი ინფორმაციით, ვინაიდან რამდენადაც მე ვადევნებ თვალყურს, ეს მხოლოდ 25 არხზე შუქდება ელექტრონული მედიით, ინტერნეტის საშუალებით და გაზეთი ბათუმელებით. მიუხედავად ამისა, დარწმუნებული ვარ, რომ დაინტერესებული პირები ასე თუ ისე იცნობენ სიტუაციას, რომელიც მანამდეც ხმაურდებოდა, ისევ ამ მედია საშუალებებით, მათ შორის მეც წამოვწია ერთი პრობლემა და ეს პრობლემა იყო ფაკულტეტის, აი ჩვენი ბიზნესის და მართვის ფაკულტეტის პრობლემა, რომელიც აი რაშიც გამოიხატა აი მართვისის მახინჯი სტილი, ვინაიდან ბატონმა ყოფილმა რექტორმა. მაგრამ თქვენ რა ფიქრობთ, რა მოხდა? აკადემია მოატყვა ყოფილმა რექტორმა და მისმა გუნდმა თუ თავი მოიტყვა აკადემიამ? ალბათ კომპლექსურად მოხდა ყველაფერი ეს. საერთოდ თუ თავის მოტყვა არ გინდა, ყოველთვის დასულ ადამიანს ნამდვილად ვერ მოატყვებს ერთ ძალსახათა. ну, უბრალოდ რა თქმა უნდა ეს ჩემთვის პირდაპირ კეთვით, როდესაც გაცხადდა თითქოს აკადემიის შეყვანას აპირებენ 10 საუკეთესო აკადემიას შორის, ეს იყო რა თქმა უნდა უკვე ძალზედ არასერიოზული ლოზუნგი, რაღაცა კომუნიზმის შესვლასთან დაკავშირებით. საქართველოს არც ჭირდება და არც აქვს იმის რესურსი, რომ 10 საუკეთესო და უშუალოდ საზღვაო აკადემიებს შორის მოხდეს, ეს არ არის ჩვენთვის გაცილებით უფრო ტრივიალური პრობლემები დგას წინ და ერთ-ერთ უფრო მეცაც გეტყვით, აი კიდევ გვამეორებ, ის რესურსი რაც კი ჰქონდა აკადემიას, არ ვიცი ახლა ეს უკვე სულ სხვა თემა, მე ვერ ჩაუღრმავდი ამ თემას, მაგრამ აშკარა იყო, რომ მისი ეს ადამიანი და მისი გუნდი საერთოდ ცდილობდა ჩვენი ფაკულტეტის, ასე ვთქვათ, ჩაძირვას ბჭყალებში. რომელი ფაკულტეტი? აი ბიზნესის და მართვის ფაკულტეტი, რომელსაც მე წარმოვადგენ, არ არის შემთხვევითი, რომ აკადემიურ საბჭოში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი ყავდა ჩვენ და სამი წარმომადგენლობა ჩვენი ფაკულტეტის არის ვაკანტური. ვერ მოახერხეთ არჩევა. უბრალოდ არ ცხადდებოდა არჩევნები, ძალიან ბევრი ჩვენი პროფესორი, ძალიან ჩვენი ბევრი პროფესორი, რომელიც ასწავლიდა ამ ფაკულტეტზე, ან გაგდებული იქნა, შევიწროებული იქნა, საათები არ მისცეს. ну რაღაც 1000 გვარი ხრიკი მიდიოდა, აი პირადად ჩემსა და სხვა ჩემს კოლეგებს წინამდე მიდიოდა, ასე ვთქვათ, შეიძლება არაოფიციალურ, მაინც შანტაჟით ჩვენ დაგვეტოვებინა ეს დაწესებულება, მაშინ როდესაც ჩვენ ვიყავით არჩეული აქ 4 წელი. დიდი მადლობა. ჩვენ განვაგრძობთ ამ თემაზე საუბარს, ამიტომ ნახოთ ახლა დაპირებული ირინა ყურვას სიუჟეტი და გავიქოთ რა ხდებოდა კონკრეტულად დღეს საზღვაო აკადემიაში. გთხოვთ ვიდეო.
საზღვაო აკადემია რექტორის ნიკოლოზ ციკლაურის შემდეგ შიდა პროცესების, კონტროლის, ანალიზისა და განვითარების განყოფილების ხელმძღვანელმა გიორგი ციკლაურმაც დატოვა. ორივე მათგანმა განცხადება მას შემდეგ დაწერა, რაც აკადემიის თანამშრომლებით პროკურატურა დაინტერესდა. დაკავებულია სასწავლებლის იურისტი. ბატონო ნიკამ დაწერა, ეკას ირაძემაც დაწერა განცხადება. დირექტორის შევერი საერთაშორისო დაღწევაში. არ გაქვეულა თანამდებობა, მაგრამ საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება და დავიდა. თქვენ უკვე დააკმაყოფილეთ? დიახ. დემოკრატიის ინსტიტუტმა სასწავლებლისგან დოკუმენტაცია გამოითხოვა, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ რექტორი ნიკოლოზ ციკლაური სამშენებლო კომპანია იბერიის გენერალური დირექტორიც იყო. თანამდებობაზე ყოფნის 15 თვის მანძილზე მან სასწავლებლის ბიუჯეტიდან მივლინებისთვის 50,000 ლარი, საცხოვრებლის საქირავებლად კი 62,800 ლარი დახარჯა. დოკუმენტაციის მიხედვით იგი ერთდროულად იმყოფებოდა მივლინებაში, დიდ ბრიტანეთსა და უკრაინაში. ეს ყველაფერი არანაირად არ ეხება ზოგადად აკადემიის საქმიანობას. ეს ეხება რამდენიმე პირს, რომელთაც წელწადნახევრის განმავლობაში მართეს აკადემია და არა მაინდამაინც ყველა პერსონალს, იმიტომ რომ მე ვიცი, რომ აკადემია დაკომპლექტებულია ძალიან სერიოზული კადრებით. აუცილებელია, რომ აკადემიის წარმომადგენლობისმა და აკადემიურმა საბჭომ გამოაქვეყნოს საჯაროდ რაღაც დოკუმენტები, რომელთაც ისინი აღწერენ თუ რა ხდებოდა ამ პერიოდში. ეს ის სახლია, სადაც ნიკოლოზ ციკლაური ცხოვრობდა და თვეში 4,595 ლარს იხდიდა. იგი ცხოვრობდა სასტუმროებში ინტურისტ პალასი და მარი. შემდეგ კი გორგასლის ქუჩაზე მდებარე სახლშიც. სასტუმროს ნომრებში თანხა იხარჯებოდა მაშინაც, როდესაც რექტორი მივლინებაში იმყოფებოდა. დოკუმენტების თანახმად მას თანხას აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები უმტკიცებდნენ. დღეს ამ საბჭოების წევრები ამბობენ, რომ თანხებში გარკვევა მათი კომპეტენცია არ იყო და ხშირ შემთხვევაში არ იცოდნენ, რას ამტკიცებდნენ. ფინანსურ საქმესთან აკადემიური საბჭო არაა აბსოლუტურად კავშირში. ის გაცნობის და რეკომენდაციის მისნით ეხება ამ სახეებს და ასეთ მდგომარეობაში. ეხლა ასეთი მდგომარეობა რო არის ამ ყველაფრის. მე ორი დღე ვარ ამის მოვალეობის შემსრულებელი დურებით, ამაზე მუშაობს ახლა ზემდგომი ორგანიზაცია ყველი და ჩვენთან არაოფიციალურად არის მითითები ყველაფერს ახლა არ უნდა რამე საქმეს ჩარევა. ამას გამოასწორებენ, გამოიკვლევენ იქ ყველაფერს და იმ შედეგებით ყველაფერს ვიმოქმედებთ. ტენდერი და რაღაც ეგეთი პროცედურები ეხება სხვა სამსახურს და სხვა სამსახურის კომპეტენციაშია. და თქვენი გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში თქვენ რა სახის საკითხებს განიხილავთ და უთითებთ? თუ მოდიოდა აკადემიური საბჭოდან წარდგინება რაღაც საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენ ვაკმაყოფილებდით, ან არ ვაკმაყოფილებდით უშუალოდ წარდგინებას. წარდგინება ბინასთან დაკავშირებით. სასწავლებლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ტუკვაძე ამბობს, რომ პროკურატურა სასწავლებელში შესყიდვებით დაინტერესდა. ამის შემდეგ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება კიდევ ერთმა თანამშრომელმა დაწერა. დაპატიმრებული და თანამდებობიდან წასული თანამშრომლების გამო შესყიდვების კომისია და ტენდერებზე პასუხისმგებელი პირი აკადემიას დღეს არ ჰყავს. შეიქმნება თავიდან სატენდერო კომისია ახალი, თავისი აპარატით და იმ ფუნქციონირებს განაგრძობს. თქვენ ბოლოს როდის ხონდათ ურთიერთობა ბატონ რექტორთან? ბოლოს ბატონ რექტორთან ურთიერთობა მქონდა მივლინებაში დასვლის წინ. ბოლო მივლინებაში. ეს როდის იყო დაახლოებით? დაახლოებით 2-ში თუ 3-ში, როცა წავიდა მივლინებაში მაშინ. რექტორს თანამშრომლები ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღებაში, პრემიების უსამართლოდ გადანაწილებაში და ზოგიერთი ფაკულტეტის განვითარებისათვის ხელის შეშლაშიც ადანაშაულებენ. როგორც ირკვევა, აკადემიას 2 უჩინარი თანამშრომელი წავდა, რომლებიც სასწავლებელში არავის უნახავს. თითოეულის ანაზღაურება 2,200 ლარი იყო. გიორგი ციკლაურმა თანამდებობიდან გადადგომამდე უჩინარ თანამშრომლებზე ისაუბრა. ისინი არიან ჩვენი აკადემიის თანამშრომლები, მე გეტყვით ჩვენი რექტორის სიტყვებს, რომელიც მუშაობენ აკადემიისთვის თბილისში. თუმცა აკადემიაში არასდროს გამოჩენილა. აკადემიაში მე ისინი არ მინახავს. ჩვენმა 5-მა პროგრამამ გაიარა წარმატებით აკრედიტაცია. მათ შორის 2 პროგრამა იყო ბიზნეს და მართვის ფაკულტეტის. ორთავე პროგრამაზე ამ ადამიანმა არ გამოაცხადა მიღება. რატომ? ჩემი შეკითხვა ეგ იყო და მისი გაღიზიანებაც აქედან წამოვიდა. რატომ არ გამოცხადდა აკრედიტებულ პროგრამებზე მიღება თქო? არ იქნება, ეს იყო მისი პასუხი. რა ბრალდებით დააკავეს აკადემიის იურისტი რამეს ხალვაში ამ კითხვაზე არც პროკურატურა პასუხობს და არც ადვოკატი. მომხდარზე საუბრისგან აკადემიაში დღეს თავს იკავებდნენ როგორც აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოების წევრები, ასევე სტუდენტები.
ვისგან მიიღო აკადემიის რექტორმა იმის ნებართვა, რომ აკადემიის ბიუჯეტი თავისი კომფორტისთვის დაეხარჯა, როგორც ეს ერთხელ ჩვენს გადაცემაში აღნიშნა. დასვით თქვენი შეკითხვა და გამოხატეთ თქვენი პოზიცია, მოგწერეთ თქვენი შეფასებები Facebook-სა და Skype-ში მისამართზე უპასუხეთ ხალხს, ან დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 27 69 25. და განაგრძობთ საუბარს ბატონო გენო, თქვენი შეფასებით რას უკავშირდებოდა ამჟამად აკადემიის რექტორის მხრიდან თანამდებობის დატოვება და მისი იურისტის დაკავება და მთელი რიგი პროცესები რაც მოხდა აკადემიაში, როგორც ცნობილია ეს ციფრები, რომ ბინა დაქირავებული ქონდა საკმაოდ დიდი თანხები ხარჯებოდა ავტომანქანაში, ბინის დაქირავებაში, კაბინეტის ავეჯში და ასე შემდეგ. ეს პირველად გამოაქვეყნა გაზეთმა ბათუმელებმა და შემდეგ ჩვენს ეთერშიც ვისაუბრებთ ჩვენ ამ ციფრებზე. რექტორმა დაასაბუთა და ამტკიცა, რომ მართლაც იხარჯებოდა ეს თანხები კომფორტისთვის. კი ბატონო, საღამოშვიდობისა. მადლობა მოწვევისათვის. გილოცავთ ახალ ოფისს, ახალ სტუდიას, უფრო განვითარებას გისურვებთ და მოუკიდებელი მედიის თავშოთ რაღაც წერვალზე ასულიყავით. სალამო დავიწყებთ გადაცემას. მე მინდა მწუხარება გამოთქვა ბათუმში დღეს ჩვენი თანაქალაქელი 4 ახალგაზრდა დაიღუპა ავტოავარიის შედეგად და მინდა რომ სამძიმარე გამოვუცვალო ოჯახებს. ეს სამწუხარო ფაქტი მოხდა რამდენიმე საათის წინ ქუთაისთან ახლოს. ეხლა რაც შეეხება თქვენს მიერ დასმულ საკითხებს. ეხლა ეს გონი გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ხა რექტორი იმ ამბების მერე რაც საჯაროდ გაცხადა მინიმუმ თანამდებობას თავისი თუ არ დატოვებდა დაატოვებინებდნენ. ხო ახლა ფაქტი იყო ამის უბრალოდ. თუ რა მოხდა და როგორ მოხდა, მოდით მანამ სანამ ამ საკითხზე გადავალთ, ხო? მინდა რომ განვასხვაოთ ორი საკითხი ერთმანეთისგან. ეს არის აუცილებელი. პირველი რომ ჩვენი საუბრები, იგივე ეს რაც მანამდე იყო და რაც ეხლა ექნება მომდევნო პერიოდში. ეს არ ეხება ზოგადად საზღვაო აკადემიას და ეს ეხება საზღვაო აკადემიის რამდენიმე ადმინისტრაციის თანამშრომელს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რამდენადაც საზღვაო აკადემია იყო, არის და იქნება იმედია ერთ-ერთი წარმატებული და ესე ვთქვა თავის მიმართულებაში, რომ წამყვანი უმაღლესი სასწავლებელი და არავინ არ გაიგოს, რომ თითქოს და მთელ საზღვაო აკადემიის პერსონალს ზოგადად საზღვაო აკადემიას აქვს პრობლემა. ეს ესე არ არის. მაგრამ იყო რაღაც რგოლები, რომელიც იყო ვალდებული ჩართული იყო გადაწყვეტილების. არა, ბუნებრივია. კი ბატონო, ამაზე შევთანხმდით, რომ ერთ-ერთი პირველი ჩვენ დავიწყეთ სხვადასხვა მედია საშუალებების წარმომადგენლებთან ერთად ამ საკითხზე მუშაობა. ეს არ ყოფილა შემთხვევითი. პრინციპში ჩვენ რასაც ვეყრდნობით ამ შემთხვევაში მე პირადად საჯარო განცხადებით, ეს ყველაფერი ეყრდნობა ოფიციალურად გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას საზღვაო აკადემიისგან, რომელსაც ასევე ოფიციალური თანამდებობის პირი აწერს ხელს და აბსოლუტურად ყველა დოკუმენტები ნაწილი მე თან სტუდიაში წამოგიღეთ. არის დამოწმებული შესაბამისი კანცლერის ბეჭდით და მიწერილია რომ 100%-თან სწორია. ანუ ჩვენ ვეყრდნობით ყველაფერს დოკუმენტაციას და არანაირი ჭორს ან რაღაცა არაოფიციალურ მოპოვებულ ინფორმაციას, თუმცა ეგეთი ძალიან ბევრი გვაქვს. და ბოლო წლებში პრაქტიკულად მე არ მახსოვს დაწესებულება ან თავშოთ კორუფციის ფაქტები, როდესაც ესე რამდენიმე დაწესებულების თანამშრომლების უმრავლესობა იყო თანახმა იმ კუთხით, რომ დახმარებოდა ესე ვთქვათ სამოქალაქო სექტორს მტკიცებულების შეკრებაში. ეს ამ შემთხვევაში საზღვაო აკადემიის თანამშრომლების ძალიან დიდი ნაწილის დამოკიდებულება იქითკენ იმართული, რომ გამოსავშოთ ბოლო-ბოლოს სიმართლეს ფარდა ახდოდა და ყველას დაენახა თუ რა ხდებოდა აკადემიაში. იცით რა, ინფორმაცია რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ დაახლოებით 1 თვის წინ მივიღეთ ფოტოშოპის კანონით დადგენილ ვადებში და ეს ეხებოდა როგორც შესყიდვებს, ასევე მივლინებებს, საშტატო განრიგს, ბოლო 3 წლის ბიუჯეტს და ასე შემდგომ. და მინდა გითხრათ, რომ ის რას დოკუმენტ და ასევე ფოტოშოპის საზღვაო აკადემიის თანამდებობის პირების, მათ შორის რექტორის, თანაშემწეების და ასე შემდგომ განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს და სამსახურები გამოცდილებას და ბიოგრაფიას. ეხლა რაც ჩვენ ნახეთ ამ დოკუმენტაციაში, ხო? მინდა გითხრათ, რომ ნაწილობრივ დაუჯერებელია, იმიტომ რა არის დაუჯერებელი? გეტყვით, იგივე ის ყადაღებული ფართების დაქირავების საკითხი, ხო? რო თავი გავონებოთ რამდენიმე დაუშვათ თანამდებობის პირს, მხოლოდ აკადემიის პირველ პირზე რო ვისაუბროთ. დაახლოებით 15 თვის განმავლობაში 62000 ლარამდე დაუჯდა საზღვაო აკადემიას ერთი ადამიანის საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. დაახლოებით 50000 ლარი დაუჯდა ამავე ადამიანის მივლინებებში გაგზავნა. და ამ დროს როცა ამავე დოკუმენტაციით გინდება ისეთი ფაქტები, როგორიცაა მაგალითად ჯავა, ჩემთვის მართლაც შეიძლება დაუჯერებელი იყოს და ვფიქრობ, რომ იქ იმედია, რომ დოკუმენტაციაშია შეცდომა, რაც მოგვაწოდეს, თორე აღმოჩნდა, რომ ადამიანი, რომელიც მივლინებაში იმყოფება და დაფინანსებულია მივლინების ხარჯები, ამავე დღეებში საზღვაო აკადემია ბიუჯეტიდან აფინანსებს ამ ადამიანის სასტუმროს ხარჯებს ქალაქ ბათუმში. და უფრო მეტის, ამავე დოკუმენტები შემიძლია გაჩვენოთ, რა ვიცი, წარმოვიღეთ ძალიან ბევრი, გინდება ფაქტი, რომ თუ როგორ ერთ იგივე ადამიანი მიდის მივლინებაში, მაგალითად ლონდონში და უკრაინაში. ხო, ერთდროულად იყო მივლინებაში ორივე ადგილას. ეს დაწერილი არის დოკუმენტებში, ჩაწერილია, მისდებულია ხარჯებით, კი ბატონო და რომელიც ფოტოშოპში არის ორიგინალი დოკუმენტები, არაფერი აქ არ არის, ყველაფერი არის ბეჭედ დასმული დოკუმენტაციით, ხელმოწერილი დოკუმენტები და მე მართლაც ვამბობ, იმედია რომ შეცდომოთ, რომ ამის დაჯერება რო დღეს
როდესაც ჩვენ ამდენ გამჭირვალებაზე საუბრობთ. ცდილობა არ ქონია, თქვა იყო თუ არა ნამდვილად ეს. ეხლა როგორ შეიძლება რომ გადავამოწმოთ ჩვენ რომ ადამიანები დროულად ხელახლა დადასტურებათ ინფორმაციის ყოველთვის. ისიც რა არის, მე არ მჭირდება, მე ვარ იურისტი ჭარბად და მე კარგად ვიცი რომ ის რაც მე ოფიციალურად საჯარო ინფორმაციის სახით მივიღე, დოკუმენტალურად ბეჭედასმული დოკუმენტების დანომრილი დოკუმენტების სახით, ხო? ეს გადამოწმების აღარს ვალდებულია მაკისრია და არ სურვილი რომ არ დაგიმოვით, იმიტომ რომ როცა ეს დაწესებულებიდან, კი ბატონო, ერთ დაწესებულებიდან ერთჯერადად გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციაში, ხო? პრაქტიკულად დარღვევების თელი დასტა რომ არაღარაფერი თქვა იქ არამიზნობრივი ხარჯვაჭი და სხვა რაღაცა. გასაგები. მოდი მაყურებლის მოსაზრება მოვისმენოთ და შევხვდებით ბატონო ნიკას მოვისმენთ. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით ბატონო ჯაბა. მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ სტუმრებს. აი ესეთი კითხვა მინდა დავსვა. ნუ თუ აჭარაში არის ესე დასაქმებული მოსახლეობა, რომ დღესდღეობით სხვა იმიდან, რა ქვია, ქალაქებიდან შემოგვყავს ხალხი, ბინის ქირას უხდით, აი ამდენ ხარჯებს ვიღებთ ბიბლიოთეკარს თუ გინდ რექტორს და ამაზე ჩვენ მე მოვდგებით და ვლაპარაკობთ რომ აი ესე იყო, ასე იყო. აი პასუხი ერთხელ თუ აგო ვინმე ამაზე. აჭარაში შიმშილით იხოცება 80% მოსახლეობა. მეზღვაურების მეტი რა გვყავს და აკადემიის გამოცდილი მოხელეები. ჩვენ არ გვყავს აქ ისეთი ხალხი რომ დავასაქმოთ რომ ბინაში არ უხადოთ 100,000-ები. ეს არის სირცხვილი აჭარის. ამაზე რომ ჭობა მიდის ახლა ეს არის პირდაპირ პროკურატურა უნდა იყოს ჩამჯდარი და ის პირები ვინც არიან დასაქმებული უნდა იყოს დაჭერილი ყველა და გასამართლებული უსამართლო ხალხიზის 20 და 30,000 ტყულა ციხეებში ჩვენ აჭარაში გვყავს ის კადრები რომ ნებისმიერ სამსახურს უხელმძღვანელონ და მიხედონ პროფესიონალურად ყველა საქმეს და ჩვენ ვიქცევით ისე თითქოს აჭარაში იმდენია დასაქმებული რომ ჩვენ აღარ გვაქვს ადგილებისთვის ხალხი აღარ გვყავს და შემოგვყავს ქუთაისიდან თბილისიდან ღმერთმა ყველას გაუმარჯოს მის ადგილზე იმსახურონ ბატონო ახლა 60,000 ბინაში უხდით მეფის თამომავალი ხო არ არის კაცო ეს გავიგეთ თქვენი მოსაზრება დიდი მადლობა რომ გვიყურებთ აქვეა საინტერესო თქვენი შეფასება ბატონო ანუ არის თუ არა ჯანსაღი ამგვარი დამოკიდებულება არ უნდა გვიწევდეთ თბილისიდან სხვა ქალაქებიდან ადამიანებს კი გავიგეთ ხო მესმოდა და მე პირადად მაგალითად ვერანაირ პრობლემას ვერ ხედავ იმაში რომ აი ყალებში არაადგილობრივი კადრი მუშაობდეს თავშოთ ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ადვი მუშაობ მე ბათუმში თბილისში ქუთაისში და ასე შემდგომ მაგრამ პათოსი რაც შუა ამ შემთხვევაში მაყურებელმა დაშვა დასვა ხო მესმის აბსოლუტურად და ვეთანხმები რომ თუ კი შეიძლება ადგილზე კადრის მოძებნა რომელიც მართავს ეს ბიბლიოთეკარი კი ბატონო მნიშვნელობა არ აქვს რომ დაწესებულებაზე საუბრობთ ხო ეს იქნება აკადემია თუ არის სხვადასხვა დაწესებულებები ხო მარტო აკადემია არ არის ამ ხრი გამონაკლისი ეს ძალიან ბევრ სამსახურს ეხება თუ შეიძლება ადგილზე ამ სპეციალისტის მოძებნა ამ შემთხვევაში ბუნებრივია ჯერ ერთი ეკონომიის გამო მერე მეორე იმიტომ რომ იგივე დასაქმების ხელშეწყობის გამო ხო უნდა დაასაქმო ის ვინც ადგილზე იმავე დაწესებულებაში მუშაობს ელემენტარული ხო ახალისება გავუშვათ ასე შედგო ძალიან ბევრი რამეა ვიდრე ის რომ გარკვეული ფუფუნება შეექმნა აქ სხვა ამბავი იყო მინდა ახლა მაყურებელს ვთქვა ხო აქ არ იყო იმაზე სალაპარაკი რომ ჩვენ რაღაც განსაკუთრებული მნიშვნელოვანი სხვა ამბავი იყო არა გეტყვით ახლა თავიდან როგორც გაჟღერდა იგივე თქვენ სიუჟეტს იყო როგორც მახსოვს მე რომ წარდგენა როცა მოხდა აი ამ მენეჯმენტის თავშოთ მენეჯმენტის საზღვაო აკადემიაში რომ ამას უნდა გადაერჩინა ესე რომ თქვა აკადემიაში ერთი გადასარჩენი არაფერი არ ჭირდა და შევთანხმდით ხო მე გადაარჩინა თუ რა ქნა ეს ცალკე სალაპარაკო თემაა და ანუ მიზანი იყო ის რომ განსაკუთრებით ესე რომ რაღაც ცოდნით და გამოცდილებით აღჭურვილი ადამიანები მოიყვანეთ აკადემიაში. არა და ამ დროს თუ კარგად ჩავხედავთ იმივე აკადემიას, ხო? ეხლა მე მართალია რომ სპეციფიკური დაწესებულება და პირდაპირ შეხება არ მაქვს, მაგრამ ქალაქი პატარა ძალიან ბევრი ადამიანს ვიცნობ, ვინც იქ მუშაობს და თავის საქმის პროფესიონალები არიან უბრალოდ რა. და ძალიან ბევრი კარგი მენეჯერის გამოძერწვა შეიძლება იქიდან თუ კი ამ ეტაპზე მენეჯერები არ არიან, ბიბლიოთეკარისას და სპეციალისტებისაც. ანუ ვეთანხმები დავუშვათ ამ შემთხვევაში მაყურებელს. გასაგები, ნიკას არ უთქვამს თავის პოზიციაზე, ამიტომ ნიკას მოვუსმინოთ. ეთანხმებით თუ არა ბატონი გენეს პოზიციაზე და მე მეინტერესებს უშუალოდ წარმომადგენლობითი საბჭო, რომლის წევრიც თქვენ ხართ, როგორ იყო ჩართული ამ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ქონდათ თუ არა იმის უფლება, თუ კი არ მიიჩნევდით საჭიროდ რაღაცაზე უარი გეთქვათ და თქვენი პროტესტი დაგეფიქსირებინა. პირველ რიგში მინდა გასწავლოთ, რომ ჩვენთან აკადემიაში არის წარმომადგენლობითი საბჭო და აკადემიური საბჭო. ჩვენთან წესით ასე ხდება. აკადემიური საბჭო საკითხს იღებს, ამტკიცებს და შემდეგ შემოდიოდა ეს საკითხი წარმომადგენლობის საბჭოში. რა თქმა უნდა, ჩვენ აქ შეგვეძლო კენჭისყრა ტარდებოდა და შეგვეძლო წინააღმდეგობა. ანუ კენჭისყრაში თუ უარყოფითი პასუხი იქნებოდა რექტორისგან შემოთავაზებული ინფორმაციაზე, ჩვენ ეს შესაძლებელი იყო, რომ ასე მოხდარიყო. მაგრამ რატომღაც ხშირად ხდებოდა ისე, რომ რექტორი რასაც გადაწყვეტდა, ის მტკიცდებოდა და ისე ხდებოდა. იყო მე ვახსენე სიუჟეტის
იყო ეს, რომ პრემიებთან დაკავშირებით პრემია არა მარტო რექტორს ენიშნებოდა, ასევე სხვა თანამდებობებისთვისაც ენიშნებოდა პრემია. ყოველთვიურად იყო მოთხოვნილი პრემია, ხო? ხშირად ხდებოდა, რომ პრემიები ინიშნებოდა. თქვენ იყავით ამის წინააღმდეგ? დიახ, მე პირადად ვიყავ ამის და ეს დოკუმენტალურ ინფორმაციაში არის ჩაწერილი, რომ ერთი წინააღმდეგია და ხშირად არჩევნების ჩატარებულა რაღაც თქვათ კანდიდატურის დასანიშნად. იქ რო ერთი ადამიანი იყო წინააღმდეგი და ეს მე ვიყავი პირადად. ანუ მარტო ერთი იყო წინააღმდეგი და სხვა ყველა თანახმად. არის იყო რა თქმა უნდა, იყო ისეთი შემთხვევები, როცა ერთის, ორის და მეტიც იყო, მაგრამ უმრავლესობა მაინც ვერ იმარჯვებდა. და აქვე მინდა აღვნიშნოს ზუსტად რომ ეს გასათვალისწინებელია, რომ აკადემიური საბჭოში იყო თვითონ რექტორი და აკადემიური საბჭო რასაც გადაწყვეტდა და უკვე დამტკიცდებოდა ის საკითხი ისევ ჩვენთან მოდიოდა დასამტკიცებლად რა. და თქვენთან არ ხართ სტუდენტი აკადემიის, ხო? ანუ თქვენ ვიშალობენ როგორ დაიხარჯება აკადემიის ბიუჯეტი, როცა აცხადებს თქვა აკადემიური საბჭოს წევრები რომ ჩვენთვის უცნობი იყო თუ ამ მოდენობით თანხები იხარჯებოდა თქვა რექტორის ბინისთვის, ან თქვა ბიბლიოთეკარის ბინისთვის, ჩვენთვის უცნობია. ეს პასუხი როგორია თქვენთვის? ანუ ეს ვის ბრალი იყო? გეთანხმებით ამაში რომ ეს ჩვენთვის უცნობი იყო წარმომადგენლობის საბჭოსთვის, არ ვიცოდით ფინანსურად სად იხარჯებოდა ეს ფული. ეს ნამდვილად მართალია. ხო, მაგრამ ეს არ აყენებს თქვა აკადემიური საბჭოს პასუხისმგებლობას, რომ მან არ იცოდა თქვა რა გადაწყვეტილებას უჭერდა მხარს. აი ამის გადაწყვეტილება რექტორმა შეიძლება დამოუკიდებლად გადაწყვეტოს თქვა ესეთი გადაწყვეტილება. აი ამის გადაწყვეტილებას მაინც მე მაყურებელს მივანდა უტირა რომ მან დაფიქრდეს და გამოვიდა თუ რა ხდებოდა მაგ რა. გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო ემზარ, თქვენთვის რას ეშნებს თქვა ეს, როცა აკადემიური საბჭო ახლა აცხადებს, რომ ჩვენ არ ვიცოდით თუ ასეთი თანხები იხარჯებოდა ბინაში 58000 ლარი მანქანაში ან ასე შემდეგ. უნდა თქვა რომ რა თქმა უნდა ის რომ აკადემიური საბჭო და არა მარტო და წარმომადგენელი საბჭო გარკვეულწილად პასუხისმგებელი არიან ამ სიტუაციაში, ეს არის ერთმნიშვნელოვანი. აქ ბოლომდე თავის გამართლება არ გამოდა. უბრალოდ მე ვიტყვით რომ ეს როგორც ჩანს ქართული ხასიათიდან გამომდინარე ჩემი კოლეგები გამონაკლისების გარდა და ამ გამონაკლისებს მე ვიტყვი დეტალებში, ასე იგი არ ერკვეოდა აი ეს ფინანსები, რომელიც გამოყოფილი იყო მივლინებებისთვის, ბინის დაქირავებისთვის, ეს აუცილებლად გადასამოწმებელი იყო. წარმომადგენელი არც თვითონ აკადემიური საბჭოსაც ჰქონდა მონაწილეობა, მაგრამ აი ფინანსები პირდაპირ წარმომადგენელი საბჭოს აბარე და აქ უნდა ყოფილიყო თუ ახლა ყველა ბინაში არა, აი საერთო ხარჯი მაინც უნდა ასე ვთქვათ, უნდა გაგვეს და უნდა გაგვეანალიზებინა რატომ იხარჯება და მე მინდა იქ წინა მსმენელს უთხრა, საერთოდ მე აი როდესაც საუბარია ვიღაცის ჩამოყვანაზე თვითონ სისტემა მე მგონი არასწორად რომ მე ჩემი ძმა მუშაობდა თვითონ თბილისში სხვადასხვა ნიკოლოზ ციკლაურთან ერთად ერთ დაწესებულებაში მუშაობდა და არავის იბერია ხომ არ იყო ეს არა ეს იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო სადაც მუშაობდა ბატონი ნიკოლოზი აი იქ ჩემს ძმასთვის არავის არ უზრუნია რომ აი ეს მისთვის ბინა მიეცა ასევე როდესაც ხელფასი გაქვს 2000 ლარია ხო პრობლემა ბინის ქირობის არ უნდა იყოს ამიტომ ჩვენ თვითონ ბათუმლებია ხო აქ არ უნდა კი არ უნდა თქვა რომ არავინ არ მოვიწვიოთ და მარტო ეს არ ვიცი ნუ ეს ჩვენი რაღაც ისტერიის რაც არის ერთი და უშუალოდ ისტერია იმის გაგრძელება და ის ისტერია არ დასრულდება და მას მისი ქვედადინებები აქვს ამიტომ რაღაც ჩვენ ყველას ვებრძოლოთ ეს მარტო ბათუმლები ეს ასე არ ხდება 21 საუკუნეში უბრალოდ ჩვენ არავინ არ გვავალდებულებს რომ ჩამოყვანილი სპეციალისტი თუ ის რაღაც განსაკუთრებული და არ არის რომ მას უზრუნველყოთ ბინით უფრო მეცაც ხეთ ჩვენთან აკადემიაში ამ დაწესებულებაში არა მარტო ბინით უზრუნველყოფდნენ ამ ადამიანებს არამედ უხდიდნენ კომუნალურ გადასახადებს რაც საერთო წარმოუდგენელია აი ამ ხელა და არა მარტო ხელფასების პირობებში არამედ პრემიების ზოგი კომუნალურების ანუ საცხოვრებელ სახლში რა თქმა უნდა საცხოვრებელ სახლში წარმოგიდგენთ როდესაც მათ ჰქონდათ 2000 ლარი და უფრო მეტი და კიდე ყოველთვიური პრემია და ნუ აი როდესაც ასეთი რაღაცები ეს ეს დეტალებში ჩაღრმავება მე მგონი თუნდაც ზოგადად ხარჯებში ევალებოდა წარმოუდგენელ საბჭოს და ამ პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა არც გაურბის ჩვენი კოლეგები უბრალოდ მე მინდა თქვა ერთი რამ და ყველამ დაიცვალეს ზეწოლები იყო ერთნიშნულად და მე გეტყვით რა ეს არ სურდა პასუხისმგებლობის აღება თუ არა აღება აი გეტყვით ეს არ იყო შემთხვევითი რომ ადამიანები ვერ ბედავდნენ გარდა ჩვენი აგერ მეგობრისა და ვინც გაბედა და თქვა ქალბატონი ლია შეწირული არა მარტო დაითხოვეს წარმოადგენლის საბჭოს ის საერთოდ გააძევეს აკადემიიდან რა მიზეზით გააძევეს იმ მიზეზით რომ ის იყო არჩეული პროფესორი მას კიდევ 2 წელი ჰქონდა დარჩენილი ის გააძევეს იმ მიზეზით რომ მას თითქოს საათები არ იყო რაც ნუ არ ხდება ის იყო ამის შესაძლებლობა მაგრამ სპეციალურად გააკეთეს ასე ხდება დაბაში რა თქმა უნდა მონაწილეობდა და უშუალოდ რექტორთან რამდენიმე ის ადამიანი რომელსაც ეს ევალება ამას დავადოთ ჩვენ ყავდა და იმედია დაგვიბრუნდება ძალიან სერიოზული სპეციალისტი ოთარ ჯიჯავაძე რომელიც ასევე არჩეული რა ქვია პროფესორი გააგდეს, იმიტომ რომ მან მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და ის მიუღებელი იყო. ბიბლიოთეკის დირექტორის. რა თქმა უნდა, მაგრამ მას არა მარტო ბიბლიოთეკიდან გააძევეს, ის აი საათებითაც არ დააკმაყოფილეს და ეს აი როდესაც ასეთ რაღაცებს აკეთებდნენ, აქ როგორ აიცით? აქ ჩემი პასუხისმგებლობაცა მეც როდესაც თქვი შეიძლება ცოტა გვიან ვთქვი, მაგრამ ჩვენ ვართ ვიცით ყველა როგორ ქვეყანაში ცხოვრობთ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მე მგონი
ოდნავ მაინც თუ რაღაც გამოცდილება მივიღეთ, აი ასეთ რაღაცებს თვალე არ უნდა ხოჭო. როდესაც ადამიანი ასეთ რაღაცებს აკეთებს, ის აი თვითონაც დაიღუპა პრინციპში თავი ამ ადამიანმა, მისი აი ასე ვთქვათ, ეს რენომე მე მგონი რომ როგორც მენეჯერი უკვე დამთავრებულია. რადგან ახსენა იმ ზერმა აქ რომ დავასკვნათ, ანუ რა შეიცვალა, ანუ მიიღეთ რაღაც უკეთესი და უბრალოდ გაუმჯობესებული ბიბლიოთეკა, თქვენ დიკაციკლებმა თქვა რომ მე ვერ ვიპოვე ჩოსეთერში აღნიშნა ასეთი რამ, რომ ვერ ვიპოვე ესეთი ბიბლიოთეკა, რომელიც გააკეთებდა წარმატებულ ბიბლიოთეკას აკადემიაში და ამიტომაც მოვიწვიე სპეციალურად ერთ-ერთი პირი თბილისიდან ბათუმში აკადემიაში და მას უქირავეს ბინა და ჰქონდა საკმაოდ მაღალი ხელფასი. კი, პირველ რიგში მე ვიტყოდი რომ ასევე რომ დობის ფაქტორს იყო ძალიან დიდი რა, იმიტომ რომ რექტორი არის ამხელა ადამიანი, ამხელა პიროვნება, ამხელა ადგილზე დაინიშნა იყო ნდობა. ანუ მე მისი მხრიდან იყო ნდობა. ჩვენ საბჭოს მხრიდანაც იყო რა. იმიტომ იქ რექტორები არიან და მეთანხმე თქვენ ისეთი რექტორები, რომელთაც გული შეტკივა და სადო გიждდებიან აკადემიის თავისი საცხოვრებელი სახლივით ყავს აკადემია და თავისი შვილივით რა. ეს ადამიანები ჯეროდათ რომ იქნება ყველა სტუდენტი დასაქმდება, დასაქმება იქნებათ კარგი და რაღაც მომენტში ხო ისინი ხუჭავდნენ თავს, გეთანხმებით რომ ეს მასე იყო ჩვენ ნდობა ქონდა მათდამ და ხოლო რაც შეეხება ბიბლიოთეკას, ეს ცოტა რთულად სათქმელი ალბათ სხვა სტუდენტებისთვის როგორ გეკითხავ რომ კარგი იქნება, მაგრამ რატომღაც შენ რას ფიქრობ როგორც ერთ-ერთი სტუდენტი ამ აკადემიაში? მე შემიძლია თქვა რომ ძველ ანუ სხვა მმართველობის დროს აკადემიაში მისაწვდომელი იყო ანუ ბიბლიოთეკაში მისაწვდომელი იყო კომპიუტერები, ინტერნეტით და ამ დროს ზუსტად შეგიძლიათ გადაამოწოთ არ არის ხელი მისაწვდომი. თუმცა იყო ინტერნეტ ბიბლიოთეკაში შექმნილი, ხო? ეს საიტზეც იყო. საიტზე არის თვითონ, მაგრამ ინტერნეტ ბიბლიოთეკა რასაც ქვია, ჩვენ ბიბლიოთეკაში მივიდოდი და კომპიუტერით ხდებოდა ინტერნეტი ჩართული, ესე არ არის, არ ხდება. აი პერიკრატაციაში მოაკლდა. ეს მოაკლდა კი გეთანხმებით. ეს სიახლე მიიღეთ, ხო? და ეს საინტერესოა, ეს დამოკიდებულება რაც იჩავს თქვენთვისკენ, რომ ის რექტორი იყო და ჩვენ მის მიმართ გქონდა ძალიან მაღალი ნდობა და თქვენი შეფასებით რა მექანიზმი უნდა არსებობდეს, ვთქვათ, რომ არ იყოს მარტო რექტორიზე დამოკიდებული ის თუ რაში დაიხარჯება აკადემიის ბიუჯეტი. ანუ მექანიზმი კანონმდებლობით არსებობს. როგორც ჩანს არ ყოფილა ეს მექანიზმი აკადემიური საბჭო და წარმომადგენლობითი საბჭო. პრაქტიკაში რა ხდება საკითხი იმაა და რეალობაში დოკუმენტალურად როგორ უნდა იყოს და კანონმდებლობა როგორ არ ეგუძრებს, ეს კიდე მეორე საკითხია, ხო და რატო? ანუ ეს რექტორი ჩვენ დანიშნულს ვეძებთ, დანიშნული არ არის, არის არჩეული რექტორი, ხო? ეს არჩევნებში შეგაგოდეს გიხსნით შეგაწყვეტინეთ ის მას წინააღმდეგი არავინ არ ყავდეს ერთი კანდიდატი იყოს. ხო არა, ეს ხომ მე ხო აირჩიეს ეს ცნობილი ამბავია, მაგრამ ერთი კანდიდატის არჩევნებსაც არჩევის ვეძახი ჩვენი კანონმდებლობით რა. არჩევანი რომ არც იყოს, მაინც არჩევნები ქვია მაგას, ხო? ხო და ანუ საქმე რაშია? უმაღლეს დაწესებულებაში საგანმანათლებლო, ხო? ორი წარმომადგენლობითი ორგანო, ძალიან საინტერესო სისტემაა რა. არის წარმომადგენლობითი ორგანო, უფრო ფართო წარმომადგენლობითი სისტემით და არის სტუდენტები ჩედია. კი ბატონო, რომელიც რაღაცით ააგავს ასევე წარმომადგენლობითი ორგანოები ზოგადად, საკრებულოს, უმაღლეს საბჭოს პარლამენტს და შემდგომ. როგორც პრობლემა აქვს ჩვენ ქვეყანაში, თითქმის ყველა წარმომადგენლობითი ორგანოს დამოუკიდებლობის კუთხით, იგივე სიტუაცია უმაღლეს დაწესებულებებში. ანუ რა თქვენ ჯერავთ რომ ეხლა უმაღლეს საბჭო დამოუკიდებელია პარლამენტიან საკრებულოები, იგივე სიტუაციაშია ზუსტად იგივე აკადემიის დაუშვათ წარმომადგენლობითი აქვს თუ აკადემიური საბჭო. ეხლა რატომ მოხდა ასე? მე აბს მიდგომა ეგეთი რა, თქვი რამდენიმეჯერ რომ ისინი ვინც უკისებდნენ ამ ადამიანს ბიუჯეტს ბოლო-ბოლო, ხო ამტკიცებდნენ აკადემიის ბიუჯეტს, ამტკიცებდნენ ხარჯებს. ეხლა ის რომ ჩვენ კარგად არ ვიცით გასაგებია მესმის აბსოლუტურად, რომ ერთია რომ ვერ ხედავდნენ, მეორეა რომ დაინტერესება იწევდა მათ სამსახურიდან გათავისუფლებას და შეწოლებს და ასე შემდგომ, ანუ ვინც ინტერესდება, გასაგებია იმას სხვაგვარად ინტრიგანს ეძახიან ხოლმე რა. და რაში ინტერესდება, რაში ეხება და ასე შემდგომ და იმ ფონზე როცა გახსოვთ როგორი სიტუაცია იყო საზღვაო აკადემიაში, რომ იქ იყო რაღაც დიპლომების აღიარების პრობლემა, პრეზიდენტის განცხადებები, მთავრობის თავმჯდომარე პომპეზურად წარადგინა აკადემიის ახალი რექტორი და გამოაცხადა, რომ აი ეს გადაარჩენს ეხა აკადემიას და მოკლედ ახლა უკვე გვეშველება. ამ ფონზე დამხტური წარმომადგენლობით აკადემიური საბჭო, ხო? როცა უყურებ ეთანხმები აბსოლუტურად ჩვენს მეგობრებს, როცა უყურებს დამხტური აიცი რა ესეთი მოყვანილ ადამიანს ყალებში, ხო? რომ ახლა ამან უნდა გადაარჩენოს და ამან უნდა ხნას, რაც უნდა ხნას. მე მესმის, რომ მისი მართვა იყო იქ შეუძლებელი. და იქ ვერ იქნებოდა ეს კოლეგიალური ორგანო, რომელიც მას გააკონტროლებდა. და ფაქტია. ეხლა ის რომ დაველოდეს სანამ რაღაცას დაიწყებდაო, ხო? მოსვლის თანავე ამ ადამიანმა დაიწყო უბრალოდ დასრულება დოკუმენტებით, ბანკანის ყიდვა, ტელეფონის ყიდვა და რაღაც ანუ ეგრევე დაიწყო დაუშვათ ხარჯები, რომელიც განვითარებაზე აკადემიური საბჭოს ყოფილიყო უფრო აქტიური და ჩაეხება. პერიოდში დაიწყო ფუფუნებისკენ უფრო ზრუნვა, ვიდრე განვითარებელი პროგრამებისკენ. ეს ხარჯებს ეთყობა უბრალოდ, მე ხვდები? და ახლა უნდა აღვნიშნო ის ფაქტი, რომ ეხლა ამჟამინდელი აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობის საბჭოს დანამტკიცები არ არის ის თანხები, რაც თქვა მანქანები შეიძინა და ეს მოხდა წინა აკადემიური საბჭოს და წარმომადგენლობის საბჭოს დროს. ანუ ჩვენ ეს არ გვეხება. ახლანდელს ამჟამად აკადემიურ და წარმომადგენლობის ეს ოფიციალური დოკუმენტი თქვენ შეგიძლიათ გადაამოწოს.
ანუ შეიცვალა აკადემიის წარმომადგენლების საბჭოები, ხო? ანუ ჩვენი დანამტკიცება რა ამჟამინდელების არც ერთი მაგრამ მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ბინისკირა ეს საკმაოდ დიდი თანხები იყო, რაც და მაგენ იყო ჩვენამდე იყო მოხდა. საქმე რა შეიძლება საფუძველი შევხედოთ, რომ მნიშვნელობა ჩემთვის არანაირი არ აქვს ადამიანურ შემოადგენლობას. თუ ვინ არის? ყველას პატრიოტიზმი აბსოლუტურად. საუბარია, ხო, მექანიზმი მუშაობს თუ ვერა. ანუ რამდენად აკონტროლებს მაგალითად ეხლა ბათუმის აკრებულს აკონტროლებს ქალაქ ბათუმის მიერ? ანუ დაახოთ იგივე საკითხზე მივდივართ, იგივე უმაღლეს საბჭო, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე აკონტროლებს? არა, შემიძლია გითხრათ, ხო? დაახობით იგივე სიტუაცია იყო, ეს ადამიანი იყო ერთპიროვნული მართველი. ჩვენ ხანდახან წარმომადგენლობით ორგანიზმს, ჩემზე კი არ მაქვს საუბარი ზოგადად, ვეძახით ნოტარიუსებს, ანუ რომელიც ადასტურებს უბრალოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას. როგორც ხდება ძალიან ბევრ შემთხვევაში. აი, აქაც იგივე, ხო, მოინდომა ერთმა პიროვნებამ და აბსოლუტურად ყველას ხა ვიღაც წინააღმდეგია, ვიღაც თანახმაა. იქ იმას გარკვეული ხონდა რომ უმრავლესობა იქნებოდა თანახმად. იქნებოდა თანახმად განაჩენილი გოლდება კარგი ხანია. გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. საღამოშვიდობის. ყველაზე ესეთი მას მოგახსენებდით რომ ის რაც იყო გასაგებია და ახლა ახალი მექანიზმი შეიქმნება გაკონტროლების, მაგრამ მე მაინტერესებს ერთი რაღაცა. ის თანხები, რომელიცაც მოიკრიბებოდა სტუდენტებისგან, აკადემიის სტუდენტებისგან, თუ იქნება რამე შეღავათები, თუ შემცირდება ეს თანხები, ეს ყველაფერი ამბების შემდგომ, თუ შემცირდება ეს თანხები, ან თუ მიიმართება ეს თანხები იმისკენ რომ მიიღონ ჩვენმა აკადემიის სტუდენტებმა პრაქტიკული ნამდვილი სწავლება. გასაგებია. ბატონ გეროს აქვს თქვენთან შეკითხვა, ეკნებ დარჩეთ სატელეფონო ხაზზე. ხო, დაზუსტება მინდა ქალბატონო, მოკრება გადასახადის მოკრებაში ალბათ გადასახადების სწავლის საფასური იგულისხმება თუ სხვა გადასახადები იყო რაღაც. იყო სხვა გადასახადები. არა. სწავლის საფასური ვერ გავიგე მე ტელევიზორზე დაწეული მქონდა ხმა და ტელეფონში არის მის თქვენი ხმა. ანუ სწავლის გადასახადი იგულისხმეთ მოსაკრებელში თუ სხვა რამე გადასახადი თუ შემცირდება, იმიტომ რომ ესე განუკითხავად რომ ხდებოდა ესა მოხმარება. რატომ ხდებოდა ასე განუკითხავად? კარგით, გაიცნობ მაყურებლის არის დიდი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ თქვენი პასუხი თუ შეიძლება შემცირდება თუ არა ალბათ შემცირდება რა თქმა უნდა იქ გადასახადის შემცირებაზე საუბარი არ არის ჩვენ ახლა ეს დადგენილია კანონმდებლობით მაგრამ მე ვეტყვი ახლა რაც მსჯელობა იქ იყო არა მარტო გადასახადი არამედ საურავები თუ შეიძლება სიტყვა უბრალოდ ასეთი აი დღეს რო გვაქვს ამინდი შეიძლება სტუდენტს დაეგვიანებია ეს ობიექტური მიზეზი და აი გამოსტაზე რომ ვერ შესრულიყო მას უცბად მე მგონი 180 ლარი აჯარიმენ და ასე იყო კიდევ აი ცნობილი აი ახალგაზრდის დაგვიანებისთვის ხო ის ვერ მიდიოდა გამოსვლაზე და ვერ აბარებდა და უკვე საკმაოდ ბევრი დაგროვდა სტუდენტთან ნარეკვლიშვილი არა აი აუცილებლად იმასაც განვიხილავთ ჩვენ თუ მოგვეცემა ამის საშუალება რა თქმა უნდა ის ადამიანები რომლებიც დარჩნენ ასე ვთქვათ აკადემიაში აუცილებლად აი ის რაც არა სამართლიანი იყო აკადემიაში რაც ჩვენს და რამე გეკითხოთ ერთი მომენტი ბატონო იმზე რომ თქვა დღეს ეხლა უნდა ჩაგვრთო და გადაცემა შეთანხმებულები ვიყავით საზღვაო აკადემიის ერთ-ერთი თანამშრომელი ზაურ ლომიძე მან ეხლა ხან გითხრა რამდენიმე წუთით წინ ჩვენს პროდიუსერს დაუკავშირდა რომელიც ვერ ჩაგვრთებოდა გადაცემაში ასე შუა საუბარში ანუ ერთი ტენდენცია როცა თქვა იყო გახმაურდა მედიისგან ეს ციფრები რამდენი თანხა იხარჯება ბინაში, ავეჯში, კაბინეტში, მობილურ ტელეფონში 5000 ლარი და ასე შემდეგ. მაშინ აკადემია არ საუბრობდა ამ თემაზე, არც ერთი თანამშრომელი, არც აკადემიური საბჭო და უმრავლესობა დუმდა. შემდეგ როცა მოხდა დაკავება აკადემიის იურისტის და ნიკოლოზ ციკლაურის წავიდა თანამდებობიდან, მაშინ ყველა ალაპარაკდა და იძლეოდა ყველა მათგანი თითქმის კომენტარს. აკადემიური საბჭოს რექტორის მომავალი შემსრულებელიც გია ციკლაურიც, რომელიც იყო ასევე დანისული და მოწვეული ნიკა ციკლაურის მიერ. ეხლა უკვე დღეს არის ასევე დუმილი. ანუ ჯერ შეგვიდნენ გადაცემაში სტუმრობა, შემდეგ ყველა გვეუბნება უარს, მათ შორის ყოფილი რექტორებიც კი აკადემიის. ანუ რა ხდება ეს როგორ შეიძლება რომ აიხსნას? ეს ყველაფერი აი სწორედ არის იმის მიზეზი, რამაც განაპირობა ზუსტად ის ავტორიტარიზმი თუ რა ქვია იმას, რაც მოხდა აკადემიაში. ზუსტად როდესაც ადამიანებს არ სურთ საჯარო გამოსვლები, როდესაც არ სურთ პრობლემებზე საჯარო ბაზი, როდესაც ყველა, ასე დაშვათ, ყველაფრის ასე ვთქვათ, ეშინიათ ჭყალებს თუ რა ქვია მას, ეს იწვევს იმას, რომ ერთ ადამიანთა ჯგუფს შეუძლია უზურპაცია ხელის ძალაუფლების და სანამ ჩვენ ასეთები ვიქნებით, ჩვენ აუცილებლად ახლა ღმერთმა რუკაზის სისტემა, რომელიც ჩვენთან იყო რაღაც საოცრად, მე ვიტყოდი, აი საქართველოსთვის სპეციფიკური სისტემა, აქ არა მარტო ეს იყო ეს საოცარი ხარჯები, აქ ყველაზე თავი სასაუბრო თემა თუ რეჟიმში იყო ეს ყველაფერი. აკადემია ფაქტურად იყო გადაქცეული, აი ციხის მსგავს დაწესებულება, სადაც ლამის, არ ვიცი, ადამიანები რომლებიც აკონტროლებდნენ სიტუაციას, მათ შეეძლოთ, სადაც მოისურვეს ერთდროულად წასულიყვნენ უკრაინაში და ინგლისში ერთდროულად და თორშორ ვინმეს დაეგვიანებია 10 წუთი, აი
სხვადასხვა ყოფილ რექტორებსაც კი იმდენად უპატივცემლობა იყო ეს საერთოდ ყადებს რომ აწერილებდნენ განცხადებას რომ რატო დააგვიანე 10 წუთი როდესაც მას შეეძლო მოსვლა სიტყვაზე 12 საათზე ასევე და საინტერესოა მართლაც რა ხდება წესრიგი მჭირდებოდა მე და ამით შევქმნი უსაფრთხო გარემო აკადემიაში ნიკო წიკლაური ამას კონკრეტიზებდა რამდენიმე კვირის წინ ამ გადაცემაში თქვენ როგორ შეფასებთ თქვა იმას იგივე შიდა კონტროლის და აუდიტის შიდა კონტროლის და ანალიზის განყოფილება სპეციალური ახალთანადობა შეიქმნა აკადემიაში ნიკო წიკლაურის მოსვლის შემდეგ როგორ აფასებთ იგივე ვიდეო კონტროლს და ვიდეო თვალთვალს აკადემიაში რა შეცვალა ამ სისტემამ აკადემიაში აი მოგახსენეთ ეხლავე მე პირველ რიგში ვიტყოდი ანუ ლექტორების ასზე თუ როგორ წუხდნენ ისინი, როდესაც მაგალითად ლექცია აქვთ 11 საათზე, მაგრამ ისინი ვალდებული იყვნენ რომ მოსულიყვნენ 9 საათზე და ეს 2 საათი ვალდებული ჰქონდათ რომ იყვნენ აკადემიაში და კონტროლის ქვეშ იყვნენ როგორც აი ადამიანის ციხეში იქნება აკონტროლებენ ისე სად გადაადგილება რა შვება. ანუ ციხეს გავდა აკადემია. ეს თვითონ ლექტორებისთვის რო გვეკითხათ რა სიტყვდნენ უფრო ჯობია რა. მაგრამ სტუდენტებიც გონი არ იყავით ძალიან ბედნიერი ამ რეჟიმში. თქვენ აი სტუდენტები რას ფიქრობთ ძალიან საინტერესოა. სტუდენტები მე პირადად მაგალითად ასეთი კონტროლი არ სიამოვნებდა რომ თვითონ შევდივარ რაღაც დაწესებულებაში, სადაც ყველგან კამერები ლექცია კამერით იყოს, ეს პრაქტიკაში მე არსად არ მინახია პირადად. თუმცა ამით მოწესრიგ და რაღაც ერთგვარად გარემო და თქვა უფრო უსაფრთხო გარემო შეიქმნა, რასაც ნიკო წიკლაური ამბობდა. უსაფრთხო გარემო ისედაც აკადემია თქვენ ჩემზე ადრე სკოლა არა ახლა რომ აკადემიაში ისე იყო ჩხუბი და ის აკადემიის შიგაეზოში არადროს არ მოხდა ისე იმათ რომ რამე დაჭრა, რამე ისეთი საშინელება მოხდარიყო. გასაგებად, დიდი მადლობა რეკლამის შემდეგ განმოვხდით ჩვენ ამ თემაზე საუბარს. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩვენ ისე ვისაუბრებთ საზღვაო აკადემიის შესახებ. რა მექანიზმი უნდა არსებობდეს იმისთვის, რომ აკადემიის ბიუჯეტი რომელიმე პირმა თავისი კომფორტისთვის არ გამოიყენოს, როგორ უნდა განვითარდეს საზღვაო აკადემია. რეკლამის შემდეგ ვისაუბრებთ ამ თემაზე დაგველოდეთ. ბათუმის ნავიგაციის სასწავლო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას ბაკალავრიატში შემდეგ მიმართულებებზე: საზღვაო ნავიგაცია, გემის მექანიკა, საერთაშორისო გადაზიდვების ორგანიზაცია და მართვა. სტუდენტები ჩაირიცხებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე. აგრეთვე ცხადდება მიღება პროფესიული განათლების მეოთხე საფეხურის პროგრამებზე: გემბანის მეზღვაური, სამანქანე განყოფილების მეზღვაური, სატრანსპორტო ფირმების ლოგისტ ოპერატორი, მხოლოდ ზოგადი უნარების გამოცდის შედეგების მიხედვით. აბიტურიენტები, რომლებიც განაცხადში პირველ პოზიციაზე მიუთითებენ ჩვენს უნივერსიტეტს, ჩარიცხვის შემდეგ ისარგებლებენ 10%-იანი შეღავათით, ხოლო წარჩინებული სტუდენტები 20%-იან შეღავათს მიიღებენ. უზრუნველყავი შენი მომავალი, ისწავლე ჩვენთან. ვაუჩერი მომცა 30 ლარიანი, რომელიც 1000 მეტრო ყარავს. საიდან დაფრა ჰექტარი ყარა? სასუქი ხო უნდა ემ? საიდან მივიღე სასუქი, საზოთ საიდან მივიღე? ტრაქტორი იქირავე მეტი სასუქი და მეიტანო. დაახლა თელისობრივების თელისაგრიანობა ჩაატარო 30 ლარა. ნახევარ პაჭკა სასუქს ვერ ყიდული. 30 ლარიანი ვაუჩერი, რამდენ მეშოქს სასუქს გიყიდეს? ერთ პაჭკას ყიდულობს? არ ყიდულობს, 45 ლარი მივეცეთ. სოფელს პატრონობა და სიყვარული აკლია. სოფელს მოვლა უნდა. ახალი მემარჯვენეები. რბილიავეჯის მაღაზია ზობება გთავაზობთ საოცნებო 20-30%-იან ფასდაკლებას, როგორც ბრენდ ქილიმის, ასევე ადგილზე დამზადებული ავეჯის ნაწარმს. ღებულობ შეკვეთებს ოფისების, საძინებლების, სასტუმროების, ბარების, ბავშვებისა და სასადილო ოთახების რბილავეჯზე. საბითუმო ფასად გთავაზობთ ქსოვილებს, დეკორაციულ ყავსა და ღრუბელს. იჩქარე, ზობობაში გრანდიოზული ფასდაკლებაა. მისამართი აეროპორტის გზატკეცილი ნომერი 1, ხელვაჩაური, მეჯინის წყალი. დავით აღმაშენებლის 30. ტელეფონი 599 58 71 29 599 58 71 29. უძველესი ქართული საზღვაო სასწავლებელი ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია აცხადებს მიღებას საბაკალავრო პროგრამებზე: საზღვაო ნავიგაცია, გემის მექანიკა, გემის ელექტრომექანიკა, აიმოს მოდელ კურსების სტანდარტებით სასწავლო პროგრამები, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი აუდიტორიები, ბიბლიოთეკა, ბიბლიოგრაფიული იშვიათობიდან თანამედროვე საზღვაო ლიტერატურამდე, ექსკლუზიური ინტერაქტიული პროგრამები, ენების გაძლიერებული სწავლება, განახლებული საწვრთნელი ბაზა, სტუდენტები გაივლიან ცურვის სწავლელ კურსებს. ჩვენ ვამზადებთ საერთაშორისო სტანდარტების მეზღვაურებს. ეს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაა. ფულთან დამოკიდებულების მიხედვით ადამიანები ორ ნაწილად იყოფიან.
დამგროვებლები და ფლანგველები. თუ ფლანგველი ხართ, გასაგებია, მაგრამ თუ ფლანგვა არ გიყვართ, ესე იგი დამგროვებელი ხართ. თქვენთვის მნიშვნელობა არ აქვს თანხა პატარაა თუ დიდი. მნიშვნელობა არ აქვს, რატომ აგროვებთ? ოჯახისთვის, სწავლისთვის, მომავლისთვის, შავი დღისთვის, სამოგზაურო თუ ისე, ჯერ გაურკვეველი მიზეზით. ნებისმიერ შემთხვევაში გიგროვდებათ თანხა, რომელიც იმის მიუხედავად ბევრია თუ ცოტა თქვენგან ორ რამეს მოითხოვს: უსაფრთხოებას და გამრავლებას. დღეს ამ მოთხოვნებს საკმაოდ კარგად აკმაყოფილებენ ბანკები სხვადასხვა ტიპის ანაბრებით. არა? ხო, მაგრამ ახლა თქვენთვის ყველაზე საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციის დრო დადგა. თქვენს მიერ გახსნილ ანაბარზე ბანკი კონსტანტა გთავაზობ წლიურ 17%-ს. ანუ მარტივად რომ ვიანგარიშოთ, თუმცა ამას უკვე თავად ხვდებით. დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ 2-401-401 ბანკი კონსტანტა. ჩვენ ისევ პირდაპირ ეთერში ვართ და საუბრობთ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში მიმდინარე პროცესებზე. აკადემიის ბიუჯეტი სტუდენტების გადასახადებით და სახელმწიფო დაფინანსებით იზრდება. ვინ უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ აკადემიის ბიუჯეტი ვინმე საკუთარი კეთილდღეობის მოსაწყობად არ გამოიყენოს და როგორ უნდა განვითარდეს აკადემია. მოგწერეთ თქვენი შეკითხვები და შეფასებები Facebook-სა და Skype-ში მისამართზე უპასუხეთ ხალხს. ან დაგვირეკეთ პირდაპირ ეთერში ტელეფონის ნომერზე 27 69 25. ახლა კი მოვისმინოთ ხალხის შეკითხვები. ძალიან მაინტერესებს ვინ აგებს ყველაფერ ამაზე პასუხს. ანუ რაც მოხდა აკადემიაში, რის გამოც მოხდა რექტორის გადაყენება და ყველაფერი ძალიან ბევრი ჭორის დონით დადის, შეიძლება სიმართლეც იყოს, მაგრამ არ ვართ გარკვეული ყველაფერში და ძალიან გვაინტერესებს, ძალიან ბევრი კითხვაა დავადებული და აქედან გამომდინარე თუ ყველა კითხვაზე პასუხს გაცემს ძალიან კარგიც იქნება და მოვისმენთ ჩვენც ამას, რა თქმა უნდა რა. თუ კი მუშაობდა იგი სამართლიანად და გამჭირვალედ, რატომ წავიდა სასწავლებლიდან? მაინტერესებს საიდან ქონდა ამ ადამიანს ამდენი უფლება და ვინ ეხმარებოდა, ანუ ვინ უწყობდა ხელს ამაში. აკადემიის რექტორთან დაკავშირებით არის დადის ჭორი, ჩვენს ჭორის დონეზე ვიცით და გვაინტერესებს ნამდვილად ეგრეა, ფულის გაფლანგვა არის თუ არა. აი ესეთი იყო სტუდენტების შეკითხვები საზღვაო აკადემიაში. ნიკას პასუხით საინტერესოა ერთგვარი წოდება გამოგიცხადეს ნდობა და ასე მოხდით თქვენ წარმომადგენლობით საბჭოში, ხო? რა შეგიძლიათ უპასუხოთ ახლა დღეს ამ სტუდენტებს? ანუ პირადად რომელ შეკითხვაზე გნებთ რომ გავხსნათ? ყველა მათქეს რო უპასუხოთ. ანუ მათ აინტერესებთ გლობალურად რა ხდება, რატომ თუ კი იყო გამჭვირვალე ყველაფერი და სამართლიანი იყო გადაწყვეტილებებში, მაშინ რატო წავიდა თანამდებობიდან, ან რატომ იხარჯებოდა ბიუჯეტი ამგვარად? ეს ფინანსურად ჩვენ ხო ფინანსეთაც უთხრა ის თანხა მასში იხარჯება, იმაში იხარჯება, ეს ჩვენ არ ვიცოდით, არ გქონდა მაგასთან შეხება. და ეს არის თავარი. და ალბათ ჩვენ რო უფრო მეტად ჩავხერდულიყავით ამ საქმეში და ნდობა არ გამოგვეცხადებია რექტორისათვის, ეს ჩემი აზრია პირადი. ხო, უფრო სხვანაირად წავიდო და ჩემი აზრიც აქვს. გასაგებია ეხლა კითხვები იყო ძალიან საინტერესო და კვალიფიციური. და პრინციპში სტუდენტებს პასუხები იქვე უნდა ქონდეთ. ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. და არ უნდა ხდებოდეთ კითხვის დასმა გაფუჭებული ტელეფონის გავსად, ანუ მედიის საშუალებით, რომელიც დაუბრუნდებათ პასუხით შემდგომ, ხო? ანუ ადგილზე უნდა იყოს ამის სისტემა შექმნილი, რომ ის როგორი შეიხარჯება მათ მიერ გადახდილი და ბიუჯეტი დაფინანსებული ფულის, ამგვარად კი არ უნდა დაისვას გას. იქ უნდა იყოს თვითმმართველობა, რომელიც ამას უნდა უზრუნველყოფდეს პირველ რიგში ჩემის აზრით. პირველ რიგში. მეორე რაღაც სამსახური წარმომადგენლობის საბჭოს, აკადემიის საბჭოს მეშვეობით და ასე შემდგომ. ეხლა რატომ მოხდა ეს ყველაფერი? იყო თუ არაო კითხვა იყო ეგეთი, ანუ გაფლანგა თუ არა ფული, ხა გაფლანგვა ეს ტერმინები და სამართლების შეფასება ცალკე თემაა, მაგრამ ფაქტია, რომ აქ რომ ჩემის აზრით არამიზნობრივი ხარჯვა მინიმუმი იყო, მინიმუმით დასტურდება, რომ სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდნენ ამ ხარჯვებით და რამდენიმე შემთხვევაში სამართლებრივი რეაგირება უკვე მოყვა. მეორე, ის რაც დოკუმენტაციით ჩვენ გვაქვს და შემიძლია, რა ვიცი, რამდენიმე სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნეთ, შემიძლია იგივე ყველა სტუდენტს ვაჩვენოთ ჩვენთან ოფისში მოვლენ, რაც ეხება აკადემიის რამდენიმე მიმართულებით ხარჯებს, რამდენიმე მიმართულებით, ხო? ფაქტია, რომ იქ ყველაფერი რიგზე არ არის. ანუ ამაში ხელს ვინ უწყობდაო? ეხლა ვინ უწყობდა ხელს გასაგებია. ფაქტია ასევე ისიც, რომ ამ უკვე არსებულ გასულ პერიოდში დაუშვათ აკადემიის ადმინისტრაციას ყავდა სერიოზული ლობი. და ეს იყო საკმაოდ გავლენიანი ლობი, როგორც ჩანს, რომელიც აძლევინებდა ამ ადამიანს უხეშად იმის უფლებას, რომ ეგეთი ხარჯები გაეღო. ერთი საინტერესო პრეცედენტი ასევე, რომ როცა ხარჯავს ჩინოვნიკები ფულს, მაშინ გონიათ, რომ ამას ვერავინ ვერ ხედავს განსაკუთრებით რეგიონებში. და თითქოს ეს ყველაფერი ჩუმად არის. ფაქტია და მინდა ყველამ საჯაროდ დაინახოს, რომ
არსად არაფერი არ იმალება და რაღაც ეტაპზე ყველაფერი ხდება საჯარო. ეხლა რაში თანამშრომლებიც იყვნენ ასევე როგორც ეხლა გამოირკვა. არა, ეხლა ეს საინტერესო რამეა გასულ ახლა ადამიანი რომელიც ბატონმა ნიკოლოზმა ჩამოიყვანა, დანიშნა, შტატი შეუქმნა, ბინა დაუქირავა, ხელფასი სერიოზული მისცა. ისივე ადამიანი ამბობს, რომ თურმე რექტორს ყავდა ორი თანამშრომელი შტატში გაფორმებული, რომლებიც დედაქალაქიდან მუშაობდნენ. ეს რას ნიშნავს აკადემიას არ ვიცი რა. როგორ შეიძლება ემუშაოს თბილისიდან ბათუმში ან ბათუმიდან თბილისისთვის. ეხლა მუდმივად. კაი, გავიგე რომ შეიძლება დოკუმენტი შექმნა რაღაც პერიოდით, მაგრამ თელ და ეს ადამიანი ამბობს, რომ თურმე ამდენი ხნის განმავლობაში მე არ მინახიაო, ანუ ისიც ეს რას ნიშნავს, რომ ფაქტია რომ პრობლემები იყო, მაგრამ ფაქტია რომ შეფასებაც უნდა მოხდეს სამართლიანად და ობიექტურად. როგორც იურისტმა აქ რო შეფასოთ ის ფაქტი რომ ნიკა ციკლაური აქამდე ასევე იყო კომპანია იბერიის გენერალური დირექტორი. ამ საკითხთან დაკავშირებით არის ძალიან საინტერესო რამ. ეს საკითხი გავაჟღერეთ ჩვენ პრინციპში მე პირადად და ამის საფუძველი იყო საზღვაო აკადემიის მიერ მოწოდებული პირადი ინფორმაცია მაშინდელი რექტორისა, ეგრეთ წოდებული CV, ანუ ავტობიოგრაფიის მსგავსი, რომელიც იწყებოდა ფრაზით რომ 2008 წლიდან თუ სწორად მახსოვს დღემდე მუშაობ და დასახელებული კერძე კომპანია და მიზიდებული იყო თუ რამდენ კვადრატულ მეტრ შენობას ვაშენებ და ასე შემდგომ CV-ში პირად ინფორმაციაში. ეხლა ეს იყო დოკუმენტაცია რომელიც ჩვენ მივიღეთ 2012 წლის თებერვალში. ანუ მე უნდა დავიღდა თუ რა თქმა უნდა დავეყნობი ამ ინფორმაციას და გეტყვით რომ ეს შეთავსება ჯერ პირველ რიგში ახლა თავი რო არაფერს თავი რო გავანებოთ თავშოთ ახლა ინტერესთა შეუთავსებლობას ხო და კორუფციას თავი რო გავანებოთ. ეხლა როგორ წარმოგიდგენია თქვენ რომ ორი მსხვილი დაწესებულების როგორც იქ აღნიშნავს ძალიან მსხვილი დაწესებულებაა, იმიტომ რომ ახლა სამშენებლო კომპანია რომელიც 100,000 კვადრატულ მეტრ ობიექტს აშენებს წარმოგიდგენია რა მუშაობა ჭირდება იმას, ხო? ორი დაწესებულების ხელმძღვანელობა რამდენად შეიძლება ერთდროულად მენეჯმენტის პოზიციით და რო გავაშენებოთ, ხო? ამ ხრივად წარმოუდგენელია. ეთიკის საქმეა, ბატონო ნიკოლოზი ხშირად ჩვენ გვაფრთხილებთ რომ და გვიმოწევდა მუშაობ თუ არა მეორეში და მაგრამ მე 150 ლარიანი მეორე სამუშაოს პრობლემას მივხვდა, როდესაც თურმე მას პარალელურად ასეთი აი მე არ ვიცი მართლა რეალურად სხვა დოკუმენტი არ მინახავს რომ ეს ადამიანი მართლა მუშაობს, მაგრამ უბრალოდ ვიყდებით მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია. კი ბატონო. გასაგებია. ეხლა ჩვენ გველოდება სატელეფონო ხაზი საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული გიორგი ჯაჯანიძე. საღამოშიდების ბატონო გიორგი, გესმით ჩვენი ხმა? გთხოვ ტელევიზორი ჩაუწიოთ და ისე გვესაუბროთ, თორემ მეორდება ჩვენი ხმები. დიახ, მესმის. რა მინდა გითხოთ, თქვენ კმაყოფილი ხართ თუ არა იმ განათლებით, რაც მიიღეთ საზღვაო აკადემიაში და რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც თქვენი ხმა საერთოდ არ ესმის ტელეფონში. გთხოვთ ტელევიზორი ჩაუწიოთ და მხოლოდ ტელეფონში მოისმინოთ ჩვენი ხმა. გესმით ჩვენი ხმა? აუ, ცოტათი ძალიან ცუდათი რა. გითხარით რამე საზღვაო აკადემიის შესახებ? რა იმ პროცესების შესახებ, რაც ეხა ხდება საზღვაო აკადემიაში? ნუ საზღვაო აკადემიას ჩემი აზრით ჯერჯერობით ყველაფერი დადებითი პროცესები ხდება, დაიბეჭდა ასტრონავიგაციის ციგნი, აგრეთვე გამოდის სხვადასხვა სახელმწიფოები იბეჭდება ინგლისური ციგნი დაიბეჭდა, გამოუშვა ბატონ კუნჯულიამ თავისი ციგნი და ნელ-ნელა ჩემი აზრით ყველაფერი საუკეთესობისკენ მიდის რა. ეხლა დასაქმების პრობლემა მაგალითად არის, მაგრამ ეს საერთაშორისო პრობლემაა და არ ამგონია საზღვაო აკადემიას იმის შესაძლებლობა ქონდეს, რომ ჩვენი სტუდენტები დაასაქმოს, იმიტომ რომ საქართველოს პირველად ფლოტი არ აყავს და ეხლა თუმცა უშუალოდ ქართველი მეზღვაურების დაასაქმოს ქართველი და ნუ რაც არის ჯერჯერობით კარგია ყველაფერი. ჩემი აზრი ასეთია, მაგრამ არის გარკვეული პრობლემები, რასაც გადაჭრა ჭირდება და ეს ნელ-ნელა იჭრება რა, ყველაფერი ერთად ხომ არ იქნება რა. თუმცა უშუალოდ ქართველი მეზღვაურების სამუშაო დიპლომები იქნა დაწუნებული და ისინი ევროპის დროშის პროგრამაზე სტარი ინფორმაცია გაქვს, არანაირი ქართული კომპანიამ განაცხადა ბათუმში. უკაცრავად თქვენი ხმა ძალიან ცუდად მესმის და განმეორეთ თუ შეიძლება კითხვა. არა, ქართველი მეზღვაურების სამუშაო დიპლომები არის ჯერ კიდევ დაწუნებული და ხოლო ვინც იძლევა სამუშაო დიპლომს, ის აცხადებს, რომ ვინც ამთავრებს საზღვაო აკადემიას ან სხვა სახელმწიფო სასწავლებლებს, მათ ძალიან უჭირთ სამუშაო დიპლომის მოპოვება. ანუ მათ არ აქვთ კარგი თეორიული ცოდნა, რომ მიიღონ და აიღონ სამუშაო დიპლომი. და ნუ პრაქტიკის განარო პრობლემა ის კიდევ სამუშაო დიპლომის მისაღებად კარგი თეორიული ცოდნა ახლა მე კომპანიაში დამტკიცებული ვარ და ჩემი თეორიული ცოდნა საკმაოდ აკმაყოფილებს იმისა, რომ თქვა დავსაქმე სინგაპურის კომპანიაში. და სამუშაო დიპლომს რაც შეეხება, სამუშაო დიპლომი უბრალოდ აიმომ აღიარა და ევროკავშირის გემების ქვეშ, ევროკავშირის დროშის ქვეშ რა გემებით ცურავს. იმ გემებზე ვერ საქმეა ქართველებს თუ სხვა გემებზე მსოფლიო ფლოტის 90% ევროკავშირის დროშის ქვეშ არ ცურავს და ჩვეულებრივად საქმეებიან. და ეს არ არის პრობლემა, თქვენ როგორ ფიქრობთ? რა არა, ჩემი აზრით პრობლემას არ წარმოადგენს ქართული დიპლომების ქონა.
და უმთავრესი პრობლემა რაც ასახელებენ ხოლმე სტუდენტები და ასევე კურსდამთავრებულები ეს არის პრაქტიკის გავლენობა. თქვენ შემთხვევაში იყო თუ არა ეს პრობლემა და სად მოახერხეთ პრაქტიკის გავლა? პრაქტიკის გავლენობა ნახდათ პრობლემას წარმოადგენს, იმიტომ რომ ახლა მე ფაქტიურად 8 თვე დამთავრებული მაქვს უკვე და 1 წლის თავზე ალბათ რაც აკადემია დავამთავრე, მოვახერხებ წასვლას და ეს ალბათ უფრო საერთაშორისო პრობლემაც არის. ადრე მაგალითად რომ ჩამოდიოდნენ და 40 კადრი მიყავდათ წელიწადში, შემდეგ ისე მოხდა რომ სოფლიო ფლოტი აი კრიზისი მოვიდა, ის ძველი გემები დაიჭრა და საერთოდ ახალ გემზე და თანამედროვე გემზე და ძალიან ძლიერ კომპანიებში ქართველებს ადრეც არ ღებულობდნენ ეს ახალი ამბავი არ არის. კი ღებულობდნენ, მაგრამ მოსწავლეები აღარ ჭირდებათ. დასაქმებულია ძირითადად ძველი კადრები. კარგი, და ჩვენთან არის ასევე სტუმრად ნიკა, რომელიც საზღვაო აკადემიის სტუდენტია და მას აინტერესებს თქვენ როგორ მოახერხეთ პირადად დასაქმება, იმიტომ რომ ეს საკმაოდ რთული პროცესია, როგორც გვესმის ხშირად მეზღვაურებისგან. დასაქმება სინგაპურიდან ჩამოსული იყო სინგაპურის კომპანია არის Ocean Tanker-ი, ჩამოსული იყო წარმომადგენელი, ჩატარდა კონკურსი 154 კაციანი და მოახერხე დასაქმება. აგრეთვე ალბათ იმანაც შემიძლია ხედავ რომ ამა ჩემი მუშაობს ამ კომპანიაში უკვე 10 წელიწადია და მაგანაც ძალიან დიდი როლი ითამაშა ამ ჩემ დასაქმებაში. და თავის დროზე როცა ნიკა ციკლაური ჩამოიყვანეს თბილისიდან, მოიწვიეს თბილისიდან, აღინიშნა ლევონ ვაშალომიძის მხრიდან, რომ საერთაშორისო კავშირების გაუმჯობესებაზე იზრუნებდა განსაკუთრებით ნიკოლოზ ციკლაური. შეიცვალა რამე ამ მიმართულებით აკადემიაში, რომ თქვათ დასაქმების მაგალითად ახლა მე ბატონ ნიკოლოზ ციკლაურის რასაც ვისმენდი, რომ არისო დაინტერესება იაპონური კომპანიისგანო, რომელიც ფლობს ხრას, გემსო, ყველას დაგასაქმებთო უნდა ჩამოსულიყო მაისიშიო ჩამოვა ესეთი კადრებიო რომელებიც დაასაქმეს კადეტებსო საერთოდ კადეტების დასაქმება პირველი 2 რეისის გაკეთება დამწყები მეზღვაურისთვის ყოველთვის რთული იყო და ეხლა მithumetes ძალიან გართულდა და იძლეოდა პირობებსო ჩვენ პირობებს დებდა რომ თქვენ დაგასაქმებთ აუცილებლად უნდა მოვიწიოთ კომპანია ვიღაც მიცუი ახსენა იაპონური კომპანია და მაისის ბოლოს უნდა ჩამოსულიყვნენ ესენი, მაგრამ არაფერი არ ჩანდა და რა ვიცი, აბა როგორ ფიქრობთ, რეალური დაპირებები იყო ის, ანუ რეალური იყო შეთანხმებები, რაც იყო მიღწეული? ახლა იამო შეხვედრაზე, როდესაც იყვნენ ისინი კორეაში წასულები, რეალურად, რა ვიცი, აბა ჩვენ გჯეროდა მისი და რეალური დაპირებები ჩვენ მაგალითად არ გვინახია ახალი ვინმე კომპანია მოსული აკადემიაში მე პირადად არ მინახია, ძირითადად როგორც მოდის კოლუმბია მოდის და ასაქმებს სტუდენტებს. ეს დაახლოებით 10 სტუდენტია წელიწადში, ძალიან მცირე რაოდენობით. ეს არის და ძირითადად მოსული კომპანიის წევრები, ახალი კომპანიის წევრები მოსული აკადემიაში არ მინახავს, მაგრამ თუმცა იყო საკმაოდ ისეთი განხილვები და საუბრები, რომ უნდა მოსულიყო აკადემიაში, ჩამოსულიყვნენ კომპანიის ფლობელები და უნდა დაესაქმებინათ ქართველი კადეტები. და თქვენი შეფასებით გქონდა თუ არა აკადემიას იმის ბიუჯეტი და შესაძლებლობა რომ ასე ვთქვათ გაერემონტებინა ის გემი რომელიც მას გადასცა მთავრობამ. შემდეგ აღნიშნა ჩვენთან ნიკა ციკლაურმა ეთერში რომ მათ არ ქონდათ ამის საშუალება და დაუბრუნდეს უკან ეს გემი. კომპეტენტური არა ვარ, იმიტომ რომ აი გემის რემონტი რა ჯდება, არ ვიცი, მაგრამ როგორც მე ვიცი, თავიდან დაიწყოს გემის გარემონტება, გემი იყო საკმაოდ ძველი. თითქმის რა ვიცი, ავარიული გემი იყო ალბათ, პორტის გარდა ვერცად ვერ გავიდოდა ეს გემი და გარკვეული თანხები დაიხარჯა გემზე, დაიწყო ამ გემის რემონტი, მაგრამ შემდეგ საბოლოო დათვლების შედეგად ისე გამოვიდა, რომ ძალიან ძვირი ჯდებაო ამ გემის რემონტიო და არა მიზანშეწონილად ვთქვით, რომ ამდენი თანხები ამ გემის რემონტში ჩავდოთ. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ გემის რემონტზე ვინც გაიარა 6 თვიანი პრაქტიკა და აი ვინც ამ გემის რემონტში ღებულობდა მონაწილეობას, ერთი პლუსი ის იყო, რომ 6 თვიანი ცენზი ჩაეთვალათ კურსანტებს. გასაგებია, დიდი მადლობა რომ გამოყადეთ თქვენი პოზიციები ჩვენს გადაცემაში. მე გემშვიდობებით ნახავდით, ეს იყო გიორგი ჯაჯანიძე, ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსდამთავრებული. და ნიკა, თქვენ მინდა გითხოთ, ანუ ამჟამად რა ხდება აკადემიაში, როგორია სწავლების ხარისხი გაუმჯობესდა, გაუარესდა და როგორ წარმოგიდგენიათ საკუთარი პრაქტიკის გავლა და შემდეგ დასაქმება, როგორც ცნობილია პრობლემაა ისე პრაქტიკის გავლა კურსანტებისთვის. პირადად ჩემ მაგალითზე მოგახსენებთ, მე CESI ეგრეთ წოდებული პროგრამა, რომელიც ადმინისტრაციამ უნდა ჩააბარო წარმატებით დავიღო 94%. მაგრამ სამწუხაროდ ვერ ვსაქმდები, მინდოდა ინდივიდუალზე გადასულიყავი და წავსულიყავი გემზე, მაგრამ დამეთანხმება ყველა რომ ძალიან რთულია გემზე წასვლა, ძალიან რთული, მით უმეტეს ინგლისურიც ვიცი, რუსულიც ვიცი და გერმანულიც ვიცი. მაგრამ მაინც ვერ მივედივარ გემზე. და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებით რა? აი ეს გემზე წასვლა მაგას მომხრა პრაქტიკანტად რო წავიდე რა, მაგი მინდოდა. და როგორ წარმოგიდგენიათ მაშინ სხვაგვარად ამ თქვენი წარმატებული მომავლის შექმნა? ჩვენი პირველ რიგში
ალბათ აკადემიამ რა უნდა გააკეთოს და რა შეიძლება გააკეთოს ამ მიმართულებით? პირველ რიგში ალბათ თვითონ სტუდენტებს ხო ჩვენ მოგცეს აკადემიამ უფრო აი დაინტერესება რა სტუდენტები ხა ბევრი მიყურებს ალბათ და აი მაგას სიტყვის რა რომ სწავლის დაინტერესდნენ უფრო მეტად რომ დაგვაინტერესონ სწავლით რა ანუ რაღაც მომენტში ეს ხა ამოვლენება ხო სტუდენტებზე რა თქმა უნდა თუდად იმოქმედა რა გასაგებია მაყურებელი გოლდება გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ალო გამარჯობათ მოგესალმებით ბატონ ჯაბა დიდი მადლობა ვაკეთებ ბატონ გენოს მომსალმები ყველა მაგდამსტას მომსალმები მე ინტერესებს ერთი რაღაცა ანუ ასე ვთქვათ ბათუმელები ვართ მე ბათუმელი ვართ თორე მარიაკი არა ვარ ანუ არ მაინტერესებს ასე ვთქვათ ეს საზღვაო სადავსტიდი მაგრამ მაინტერესებს ჩემი ქვეყნის ბედი ერთადი რაღაცა ბატონ გენო პირდაპირ თქვენთან მაქვს შეკითხვა როცა ხდება ასე თუ ციკლაური ჩამევიდა ვიღაცა დადის 50000 ჯიპებით მისი სული მისი დადის ვიღაცით რაღაცით ატომრისთვის სანაერად არ მაინტერესებს მაგრამ როცა შეიძლებოდა იმ ხელფასის გაცემით იმ გემის რემონტი შეიძლება გაკეთებული იყო გემი დასული იყო სვაში და ეს გემი ვეცო დადის ერთადერთი რაღაცა ყველაფერს თავიდან ვანებოთ ხო შეიძლება გავაკეთოთ ჩვენი პრაქტიკანტები ჩვენი კურსდამთავრებულები წავიდნენ გემზე და ვიღაცის ძოში ცურავს ატომ რისთვის განაერად რატომ და მე მაინტერესებს ეს რაღაცა კიდევ ერთხელ იბოდის მოგიხდით არის ესეთი სიტუაცია ამთავრეს მარიაკი და ხდენია რომ ის არის ბათუმის კურსდამთავრებული იმიტომ ვიღაცა ციკლაური თუ ვერ შეიტანს გადასახადს ანუ რასაც გადასახადი ქვია სწავლისა ირიცხები პირდაპირ გაგებით ირიცხებოდა დღემდე ასე იყო ბევრი ბათუმელი სტუდენტი დაჟე მეოთხე კურსის სტუდენტები გარიცხულან აკადემიიდან ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი ეს ადამიანი იყო ჩამოსული იმისთვის რომ ფული ამოეღო და არა ვიღაცას ესწავლა გასაგებია დიდი მადლობა მინდა გასაგებია დიდი მადლობა თქვენ რომ გამოხატეთ თქვენი პოზიცია და დასვით შეკითხვა გისმენთ ბატონო განო სამწუხაროდ პასუხისმგებელი პირები აკადემიიდან არ მოვიდა რომ გასცენ უშუალოდ გემზე ერთ სიტყვას კითხვის გასაგებია და ალბათ ძალიან ბევრ საწუხებს იგივე კითხვა ანუ შეიძლება და თუ არა ხარჯების ეკონომია და ამითი სხვა დავუშვათ აკადემიის განმავითარებელი პროგრამების და პროექტების გაკეთება რა თქმა უნდა შეიძლება და ბუნებრივი პრინციპი ხარ შეიძლება არაფერი გვიან არ არის მით უმეტეს რომ დადგინდება სამართლებრივად რომ ფინანსურად დასაბუთება რომ იყო არამიზნობრივი ხარჯვა ეს იმას ნიშნავს რომ არამიზნობრივი ხარჯული თანხა უნდა დაუბრუნდეს აკადემიის ბიუჯეტს და შეიძლება ამისი ორგანიზება და გაკეთება თუ კი მოინდომებს ამას პირველ რიგში რა თქმა უნდა ისევ საზღვაო აკადემია თავისი ამ ეტაპზე არსებული წარმომადგენლობითი ორგანოების მეშვეობით და მეორე შემთხვევაში თუ კი სამართალდამცავი ორგანოები იაქტიურებენ ეს აი საუბარი დავუშვათ იმაზე თუ როგორ რიცხავდნენ და უბრალოდ სტატუს უჩერებდნენ სტუდენტებს ახლა უფრო ეს მეთოდი გამოიყენება სტატუს შეჩერება ხო საწუხაროდ ძალიან ბევრი სტუდენტი ვიცი რომელსაც ლამის რამდენიმე საათის თუ დღის დაგვიანების გამო აი ბოლო მომენტებში უჩერდებოდა სტატუსი და თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს რომელიც ჩვენ ქვეყანაშია ხო და ლამის რა ვიცი ძალიან დიდი რაოდენობა ოჯახებისა ვინც ახლა განათლებას აძლევს თავის შვილებს აქ ფინანსური პრობლემა და მიმული აკრედიტებით გადახდის სისტემაზე სესხებით გადახდების სისტემაზე და ასე შემდგომ მე მაგალითად რამდენიმე ჩემს ახლობელს რომლებიც არის საზღვაო აკადემიის სტუდენტები დავეხმარე რაც შემეძლო და საუბარი იყო რაზე იცით ხან 30 და 40 არის შეგროვებაზე რომ დავეხმაროთ რომ თურმე კვირას გამორიცხავენ უკვე ამ ეგეთი ბავშვი ამოდა რომ თურმე კვირას განსხვავდნენ მას ბატონო მზერს სურდა და პარალელურად გემსთან დაკავშირებით რა თქმა უნდა ის სახსრები რომ ჩვენ თუნდაც მიგვემართა ამ ძველი გემისგან ვეთანხმებ რომ ძველი იყო მაგრამ იქ თქვა შეიძლებოდა მისი კარგი რომ ეს იყიდეს დაუბრუნეს ძველ ფლობელს და ძველ ფლობელმა მიყიდა ბულგარელებს და ახლა თავისთავად გადასაგდებ გემს არავინ არ იყიდა და ამიტომ ანუ დააცურავს ეს გემი დღეს გემი აი თვით ორჩი მდგომარეობაში აი თვით რომ არა ითვლება იმიტომ რომ ის გემია ფაქტობრივად ეს უკვე ძალიან დიდი პრაქტიკა მაგრამ რომ მოგვენდობებით ეს ფული რაც ჩვენ დავხარჯეთ რა ვიცი ეს მიმოსვლას ღმერთით რომელიმე მათ ეს პროექტი ან თუნდაც იაპონიის პროექტი ხო გაამართლებს მაგრამ აი ნუ ძირითადად მაინც ჩვენ ახლა აშკარაა რომ ეს იყო მაინც უფრო სხვა მიზნებისთვის ასე ვთქვათ დახარჯული მე დარწმუნებული ვარ ეს გემი რამდენიმე წელიწადი მაინც გაეხმარებოდა აი პრაქტიკის პრობლემას ფაქტობრივად ნახევრად მაინც გადაწყვეტდა კარგი და საზღვაო აკადემიის სტუდენტების შეფასებები მოვისმინოთ ეხლა ჩვენ გთხოვთ ვიდეო აკადემიის ბიუჯეტი უნდა იხარჯებოდეს სტუდენტისთვის, აკადემიის შენობისთვის, ინვენტარისთვის
და რაც მთავარია პირველ რიგში სტუდენტის განათლებისათვის. აკადემიის ბიუჯეტი ალბათ პირველ რიგში უნდა მოხმარდეს მოსწავლეებს, აქ ყოფილ სტუდენტებს. კარგი იქნება ასევე თუ მოხმარდება სოციალურად დაუცველ ოჯახების სტუდენტებს და მიზნობრივად უნდა დაიხარჯოს ეგ თანხა ჩემი აზრით. კონკრეტულად აქ შენებლობაში თუ რამე დახმარებები, აგერ ახალი ტექნიკა შემოვიდა ჩვენთან, გააკეთეს აგერ კორპუსი, კარგი კორპუსი გაგვეკეთეს, კიდევ კარგი და ტექნიკაც არის, კომპიუტერებით შემოიტანეს. ნიკა, აქვე მინდა კითხვა, რა უნდა გააკეთდეს? თქვა და არის თუ არა დაინტერესებული წარმომადგენლობითი საბჭო და აკადემიური საბჭო იმაში, რომ ბიუჯეტი საზღვაო აკადემიის დაიხარჯოს მიზნობრივად. ან არის თუ არა ამაზე მსჯელობა, განხილვა, რაღაცის მიღება, რაღაცის მიუღებლობა? რა თქმა უნდა დაინტერესებულია და უკვე თქვენს კარგად მოგესწრებთ, ძალიან გართულდა ხო საქმე. და ახლა უფრო ვაპირებთ, უფრო მეტად ჩავერთოთ სიტუაციებში და უფრო მეტად ვაკონტროლოთ ეს თუ რაც ხდება მაგ რა, ეს ფინანსები უფრო მიზნობრივად და უფრო შევცვალოთ გვინდა ჩვენ ეს სტილი რა. არის ბევრი წესები, რომელიც უკვე უნდა ჩვენ გვინდა რომ შევცვალოთ აკადემიაში რა. თქვა კამერებთან დაკავშირებით გვინდა ზოგიერთ შემთხვევაში კამერები გავაუქმოთ და ასე შემდეგ. არის ბევრი საკითხები რა. გასაგებია, დიდი მადლობა. და აუცილებლად უნდა შევეხოთ ალბათ ნარეკლიშვილის ისტორიაც, რომელიც იყო ერთ-ერთი ისეთი რეზონანსული თემა, როცა თქვა ნიკა ციკლაურმა აღნიშნა გადაცემაშიც, რომ თქვენ მიატოვეთ ის სტუდენტი. ეს საუბარია სტუდენტზე, მაგრამ კარგად იცის ამის შესახებ. ეს იყო სტუდენტი, რომელსაც სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი. რა აჩვენა თქვენთვის ამ ფაქტმა? კი ბატონო, პირველ რიგში ხა მე არ დავიწყებ ნარეკლიშვილის ქებადიდებას. ამის თავობაზე სასამართლოს არჩელი იყო შეტანილი იმ კუთხით, რაც ბატონმა მაშინ დემა რექტორმა განაცხადა საჯაროდ ფოტოშორის დიალოგის ეთერში. რატომ უჩივეთ კონკრეტულად? ეს გავრცელებული ცნობები, რომელიც იყო არასწორი ჩვენი სადროშო ჩვენ მივატოვეთ აშშ-ის ბავშვი, ახალგაზრდა, რომელიც არათუ არ მიგვიტოვებია დღემდე უმუშაობასთან და ვცდილობთ, რომ ყველანაირ ხელი შეწყოთ განვითარებაში. ეს სასამართლო დავის საგანი და მოდი მაგის შეფასებას აქ მომთხოთ, იმიტომ რომ მაგის ჰიდრო როცა საჯაროდ მოგვიწევს ალბათ ამ თემაზე რაღაც ეტაპზე საუბარი. საინტერესოა სხვა დეტალებიც გამომჟღავდება, მაგრამ და გამოქვეყნდება კომენტარებში აღნიშნეთ. რა სხვა მასალები გასაჯაროვდება? კი, და მასალები რა გასაჯაროვდება? ეხლა მე აღარ ვფიქრობ, რომ საჭიროა, რომ დავიწყოთ ეხლა იმ ძველზე, ანუ გადავყვეთ მოკლედ იმ თემას თუ რა იყო მაშინ. გავიგეთ რა. ხო, ესე მაყურებლის გავუშვა უკვე SMS-ი ჩვენს ეთერში, რომ თქვენ რისი თქვა გინდათ, რომ არ ღირს საერთოდ საზღვაო აკადემიაში ჩაბარება. აი, სწორედ მარტო კითხვა რომ მე არ ვიმაჩნია, სწორად. ეხლა დავიწყოთ ზოგადად საზღვაო აკადემიის შეფასება, იმიტომ რომ ეს არ არის ჩვენი მიზანი პირიქით. მე შემიძლია ცალსახად გითხრათ, საზღვაო აკადემია თავიდანაც იყო, არის და დარჩება ამ მიმართულებით. ჩემის აზრით წამყვან დაწესებულებად, საგანმანათლებლო დაწესებულებად. და ეხლა არ უნდა ჩავაბაროთ კი არა და საზღვაო აკადემიაში არის ის პროფესიონალი კადრები, რომლებიც იგივე იმ დიპლომების საკითხებზე, ხო? მაშინაც კი არასწორად იყო შეფასება, რომ თქო საზღვაო აკადემიას დაბრალდა, რომ თუნდაც დიპლომების პრობლემა იყო. ეს იყო მაშინ სახელმწიფო პოლიტიკის არ ქონა. ამ სფეროში და არა საზღვაო აკადემიის პრობლემა. სამშობლო დიპლომები და აკადემიის დიპლომები სხვადასხვა რამეა, მაგრამ სხვადასხვა ზოგადად კარგი თეორიული ცოდნა აქვს. ამას არ აღნიშნულობა, შენ თუ არ მოდიან სამშობლო დიპლომი არ უნდა მიცე. მით უმეტეს და ეს რატო აძლევდა? თუ მაგას არ აღნიშნულობა. ძალიან ბევრი რამდენიმე ათასავე ყავს იგივე კაპიტნები, თავარი მექანიკები და ამ შემდგომ. მათი უმეტესი ნაწილი არის ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის კურსს დამთავრებული. ისინი არიან წამყვანი სპეციალისტები. ახალ დამთავრებულის და ძველ დამთავრებულის. ანუ ამაზე შევთანხმდეთ, რომ აქ სწავლების ხარისხი მოვისმინე ხა მაყურებელმა დასჭა ესეთი შრაბეცილება, ეს არ უნდა ჩააბარეს ასე. არა, როგორ ეკადრება ბატონო? ისე როგორ უნდა მოიქცნენ ისინი? როგორ რა არის გამოსავალი? არა, გამოსავალი ძალიან მარტივია. პირველი რაც უნდა მოხდეს, ხო? ადგილობრივ კადრს, რომელიც პროფესიონალებისგან შეიძლება დარწმუნებულად ძალიან ბევრისგან, ხო? ცალკე თემაა, რომ მათ სამოქალაქო აქტივობის, ესე ვთქვათ, ხარისხი არ ეყოთ, გასაგებია. მაგრამ თავის საქმე ხო იციან რა? უნდა მისცეს საშუალება, რომ ვიდეო თვალი ურჩევნია იმას, რომელიღაც ფაკულტეტსა და იმართულების უფრო გაძლიერება ურჩევნია თუ რაში უნდა გახარჯოს ფული. ანუ პირველ რიგში მოდით ავტონომიურობა მივიცეთ იმ წარმომადგენლობით ორგანოებს, თვითონ გადაწყვიტოთ, ვით სურთ მათ რექტორი, რაში უნდა ხარჯოს მასი ფული. ბატონო, თუ კი არ ეძლებათ ეს ავტონომიურობა და შეგვიძლია იცის, რომ თქვა მის სტუდენტები მოხვდება სასწავლებელში და არ იქნება ავტონომიურობა. არა, ეს რა არის? ავტონომიურობა იქნება თუ არ იქნება, სწავლების ხარისხი ამ მომენტში პირდაპირ ამაზე არ არის მიმული. ამაზე შევთანხმდეთ რა. როგორ არის თქვა ვერ გავიგე. არა, ეს რა შევთანხმდეთ. ლექტორი, რომელიც შედის აუდიტორიაში, ლექტორი ის მუშაობს იმის მიუხედავად ციკლაურია რექტორი იქ პეტრიაშვილი თუ პავლიაშვილი ამას მნიშვნელობა არ აქვს რა ვიდეო კონტროლის ქვეშ იქნება ეს ყველაფერი გარემო როგორი თუ რა უნდა მოხდეს ჩემი საათით პირველ რიგში ხო ის ვიდეო თვალდი რომელიც ცალსახად შევთანხმდით რომ ზღუდავს
პედაგოგს, რომელიც ატარებს ლექციას და გახსნილ უნდა იყოს სტუდენტთან, ზღუდავს სტუდენტს თავისუფალ აზროვნებაში. პირველ რიგში ვიდეო თვალე მოსაცილებელი სალსახად, მეორე რას აუცილებელია, ხო? ეს მithkamotქო რომ დასრულდეს. მინიმუმ აკადემიის ვებგვერდზე უნდა გააჩნდეს წარმომადგენლობითი ორგანოების განცხადება საჯარო, თუნდაც მოკლე თუ რა ხდებოდა მაშინ და რა დამოკიდებულება აქვს ახლა. და მესამე რაც აუცილებელი არის, ხო? უნდა მოხდეს მინიმუმ სამართლიანობის აღდგენა. ემზარი საუბრობდა, რომ ვიღაცები უკანონოდ გაუშვეს რაღაც მიმართულებებს, მე რამდენი მიმართულება აქვს სპეციფიკა არ ვიცი, ანუ გავლილი აქვს აკრედიტაცია, მაგრამ მიღება არ ხდება სტუდენტების. ეს ხო ნონსენსია რა. ანუ ამ საკითხი, კი ბატონო, ამ საკითხების მოგვარება ჯაბა არის ძალიან მარტივი. პირველ რიგში მართლა იმაშნია, რომ ეს საკითხი არ უნდა დავკავშიროთ, თუ რა აქტიური ბაზია, ხო, დამოკიდებული სტუდენტების აკადემიის რაც მოხდა, ხო, ისიც ხანდახან არის, ამას ახლა ხანდახან ეხება რევოლუციას რა. ანუ შეიცვალა რაღაცა იქ უხეშად თქვა ადგილობრივი მთავრობა აკადემიის და ახლა დაიწყო. ფაქტია, რომ დაიწყო იმ საბჭოებმა საჯარო განცხადებები, შევიდა მეჯერის ორდღიანი განცხადებები. არა, დამერწმუნე, რომ ის რაც ერთხელ უკვე გაიხსნა სასაუბრო, უკვე დაიწყებენ რა. დამერწმუნეთ, რომ ამას იმედია გააკეთებენ. არსებობს ეწოლის მექანიზმი. რამდენ ხან შეიძლება დავდუმნეთ? პირად საუბრებს აკადემიის სამსწორებლო რომ ზემოდან დამავალეს და ამიტომაც ვეღარ ვისაუბრებ ჩვენ. ეხლა ამ ეტაპზე ხო, როცა დამერწმუნეთ, რომ ისეთ არამიზნეობრივ ხარჯებზეა საუბარი, კაცმა არ იცის ვიცი რა პრობლემა აქვს. ეს ალკეშიში სინდრომია ჯაბა. როცა არის გაურკვეველი სიტუაცია. როცა პროკურატურაში იბარებენ ყველას და ყველაფერს და ყველა ელოდება არ იცის რას. თორე რაღაც ეტაპზე იმედია ეს გაივლის. მე მართლა იმას ვიქონიებ, რომ აკადემიას ეყოლება ძალიან ბევრი სტუდენტი და მართლა აღარ იქნება საჭირო ხვალ ზეგ 2 თვეში და 5 თვეში იგივე, ხო? ამ თემაზე საჯაროდ საუბარი. არასოდეს არ ვისურვებდი იმას, რომ რომელიმე დაწესებულებას ქონოდა იგივე პრობლემა, როგორც აქ ხა საზღვაო აკადემია. დიდი მადლობა მაყურებელი გოლდება, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. სახელმწიფოებისა მოგესალმებით ყველას. მოგესალმებით. ჩემი შვილი არის კურსდამთავრებული ამჟამად არის რეისში. 2 წლის წინ დაამთავრა და ვერაფრით ვერ მოახერხა რომ აიღოს დიპლომი. გეგმები გვაქვს ესეთი რომ გავაგრძელოთ მაგისტრატურა რომელიმე უცხოურ კომაში სასწავლებელში. რა პრობლემები არის? ყველა იმაზე ჯერზე როდესაც ჩამოდის კითხულობს, მაგრამ პასუხს ვერ ცემენ და საბოლოოდ როდის ეღირსებათ ჩემი შვილის მდგომარეობაში ძალიან ბევრი არის დიპლომი. რატო ვერ ღებულობს დიპლომს? და რატო ვერ ღებულობს ამ დიპლომს? რა არის მთავარი პრობლემა? რაღაც პრობლემები არის, ვერ გეტყვით რა. ანუ სამუშაო დიპლომზეა. სამუშაო დიპლომზე არა, სამუშაო დიპლომი რომ აიღო. სამუშაო დიპლომი რომ აიღო, მაშინ ცნობა აიღო, მხოლოდ რომ მან დაამთავრა. ხარჯები არ იყო გაწეული ამაში, წარმოგიდგენია. ანუ აკადემიიდან ვერ მიიღო მან დიპლომი, ხო? დიპლომის სწავლის დამთავრების დამადასტურებელი დიპლომი ჩვეულებრივი სრულყოფილი. ქალბატონო, ეს არის ტექნიკური პრობლემა და ალბათ მოგვარდება. არავით არის ამას. 2 წელი ვერ მოგვარდა. ხო, ნუ 2 წელი. და რა პასუხს ღებულებდი თქვა რექტორისგან, ადმინისტრაციისგან, აკადემიის, რატომ ვერ მოგცეს აკადემიამდე დიპლომი? ამ პრინციპით. გასაგებია, დიდი მადლობა რომ გამოყენეთ თქვენი პოზიცია. მენეჯმენტის პრობლემაა რა. კარგი, თქვენი შეფასებით რა და ინფორმაციით რა ტექნიკური პრობლემა იყო? როცა 2 წელი ვერ გასცემს აკადემია დიპლომს. პრიორიტეტები საერთო ადამიანების გარკვეული ნაწილი თვითონ რომ თავარი იყო ჩამოიყვანათ როგორც აქ იყო ლაპარაკი რაღაც იქ კომფორტი შეექმნათ როგორც თვითონ თქვეს და ის ელემენტარული თუმცა პარალელურად უნდა თქვათ მათ გააკეთეს აი ის ახალი კლასებიც ესეც არ უნდა დაყვარდა მე ხო რა თქმა უნდა მაგრამ ეს კიდევ სხვა საკითხია ეს როგორ მოხდა მაგრამ ეს ელემენტარული როდესაც ეს შეიძლება მენეჯმენტის პროცესში აი რექტორის გარეშე ეს ვერ მოხერხდა თუ ყველაფერს ის აკონტროლებდა არა ახლა ეს დიპლომების გაცემა საერთოდ ნუ რექტორის ხელწერა უნდა უბრალოდ თავისთავად მაგრამ აი ეს ელემენტარული აი გაეპარა ნუ ხდება და ნიკა მოდი თქვენ გითხარით ბოლოს როგორ უნდა განვითარდეს საზღვაო აკადემია რა უნდა შეიცვალოს არსებითად როგორ წარმოგიდგენთ საზღვაო აკადემიის წარმატებული მომავალი ჩვენი საუბარებად დასაზრდ უახლოვდება და მე პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ლექტორებს, რომელთაც ძალიან დიდი წვლილი მიუწევს აკადემიაში, რომ აქამდე მოაღწია საერთოდ აკადემიამ და ამის შემდეგ დავაფიქსირებდი ჩემას. მე იმედი მაქვს, რომ უფრო განვითარდება აკადემია, უფრო წინ წავა და ანუ პროგრამების, სასწავლო პროგრამების ზოგადად გადახედვაც მოხდება რა. უნდა შეიცვალოს თავად სწავლების ხარისხი თუ თავად მართვა თქვა ბიუჯეტი ანუ პირველ რიგში ეს გამოიხატა აქ ჩვენი საუბრიდან რომ პირველ რიგში მენეჯმენტს აქვს ძალიან დიდი პრობლემა აკადემიაში და შემდეგ ეს სწავლის საკითხი თქვენ კარგად ბრძანებთ რომ სწავლის საკითხი იქ არ თქვა ლექტორი რო შედის სტუდენტებთან ის აზრი არ აქვს მისი რექტორი ვინ არის თქვა პეტრე პავლე თუ ივანე ხო ის შედის რომ მას სულით და გულით იმიტომ რომ არიან ისეთი ადამიანები რომლებიც საერთოდ ფინანსურის გამო იქ არ არიან რა აკადემია არიან უბრალოდ იმიტომ რომ უყვართ თავისი საქმე და უყურებთ 10 მეტი ხელფაზე აქვს თუ არა საშუალება იმ წარმატებულ ადამიანებს წარმატებულ ლექტორებს იყვნენ აკადემიაში და მათ ჩაატარონ ლექციები
მე მაგალითად ერთი ფაქტი მინდა აღვნიშნო, რომ იყო ასეთი შემთხვევა, რომ ერთ-ერთმა პიროვნებამ გამოიჩინა ურადღება ჩვენ სტუდენტების მიმართ და გადაწყვიტა, რომ ჩაეტარებიათ ჩვენთვის დამატებითი ლექციები, ვისაც სურდა ამ დამატებითი ლექციებში მიიღო მონაწილეობა. მაგრამ რექტორის ბრძანებით ეს პროექტი გაუქმდა. ეს როდის გაუქმდა? ეს უკვე 1 წლის ამბავია მიახლოებით. ანუ მაშინ თქვენ უკვე იყავით წარმომადგენლობის საბჭოში. რატო დაითანხმა? რა მოტივით დაითანხმა საბჭომ? მაშინ არ იყო ეს წარმომადგენლობის საბჭო და ეს. და რატო გაუქმდა? ანუ მოტივი იყო ახსნელი ამის? მოტივი არ იყო ახსნელი და ეს მოდიოდნენ ისეთი ადამიანები, რომელსაც ძალიან დიდი ცოდნა მიიღათ ინგლისისგან, მაგრამ რატომღაც რექტორის ბრძანება იყო ასეთი, რომ საინტერესო. კარგით, კიდევ ერთი მაყურებელია ჩვენს ეთერში, გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ. გაეთში სამწუხაროდ მაყურებლის არ. დიახ, უკვე ბოლოსკენ მივდივართ და ამიტომ შეჯამების სახით, ხო? ეხლა ჩვენი ორგანიზაცია მაგალითად, ხო, მართლა აღარ აპირებს რაღაც იმ გასულ პერიოდებზე, ეხლა კიდევ მივიხოთ საჯარო განცხადებების კეთებათა და წერილების წერა სადმე. დაუჯერებელი ციფრები და მონაცემები კიდევ არსებობს და კიდევ სულად გავიგოთ. რა თქმა უნდა არსებობს, მაგრამ ისიც რა, რადგანაც სამართალდამცავი ორგანოები ჩაერია ამ პროცესში, ხო? იმედი გვაქვს, რომ შეფასება მოხდება ობიექტურად. ხო, თუ მართლა საჯარო დავინახავთ, რომ მართლაც შეფასება არასწორად ხდება ამ ყველაფერს, ხო? აი მე უკვე ცალკე თემა და მაგაზე მე მოგვიწევს საუბარი. რა დინამიკა განვითარდება საზღვარგარეთებიერ და უფრო პროგრესული პროცესები იქნება აკადემიაში. ტრანზიცია ის დამოკიდებული რომ პროგრესი განიცადოს აკადემიაში. რა. ეს დამოკიდებული არის იმ აკადემიურ პერსონალზე, რომელიც იქ ან ეხა ამ ეტაპზე მუშაობს, ან მუშაობს და აღარ მუშაობს. და გეტყვით რატო? ეხა კანონმდებლობის მიხედვით, ხო, იგივე რექტორის თანამდებობაზე უნდა გამოცხადდეს კონკურსი. ეხა იმედი არ მივიღეთ, წესით უნდა გამოცხადდეს ყოველ შემთხვევაში. იმედი არ მივიღებთ იმ ფორმულას, როცა კიდევ ვიღაცას მოიყვანენ და ფორმალურ კონკურსს მივიღეთ, როგორც ეხლა წეგა ჩვენ მეგობარო ბრძანა რომ არჩევანი მაინც არ იყო და რა მნიშვნელობა აქვს ერთ პერიოდი აბაშიძეს რო ვირჩევდით აქ, ხო? ანუ არც ერთი კანდიდატურა იყო. მე მინდა უთხრა ყველას, რომ იქნებ თუ კი მას ჯერავთ, რომ და დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი პროფესიონალია. მოდი მოინდომონ რექტორობა, შეიტანოს განაცხადი ბევრმა იქაურმა თანამშრომლებმა ისევ რა. დამეწოდა მე პირადად არა მარტო მე დავინტერესდით ამ პროცესის გამჭვირვალობით, შეფასების ობიექტურობით, სადაც შეიძლება რექტორი ყოფილიყო არააკადემიური ხარისხის ხალხო და იმავე სასწავლებელში მას ემართა აკადემიური პერსონალი, ხო? ის აკადემიური პერსონალი ახლა რას აკეთებს? იმან უნდა იაქტიუროს. ჯერ ეხლა ამ პროცესების მე ხარ არ მიმაჩნია აქტიურობათ, რომ ხა პრესკონფერენციას ისინი ვერ მოაწყობენ. გასაგებია. ეხლა ამას გჭირდება გასაგებია უფრო მეტი გამბედაობა და სამოქალაქო აქტივობა, მაგრამ ის რომ რექტორობა მოინდომონ მოინდომო რა პირველობა რა პრობლემაა გას მოინდომოს ყველა უმრავლესობა ის ძალიან ბევრი აკადემიური პერსონალია ისინი თუ ამდენი ხანი არა აკადემიურ თანამდებობის პირს ესე ვთქვათ რექტორს პირდაპირ ხო რომელსაც სხვათა შორის კანონმდებლობის ჩანაწერით შეუცვალეს ეს მარტო ჩვენ შემთხვევაში არ იყო აკადემიის შემთხვევაში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევაშიც როცა არ არის დაუშვათ აკადემიური ხარისხის მქონე პირი მაგრამ მაინც ხელმძღვანელობს ხო მოინდომო ბატონო შეიტანო განაცხადები ჩვენ მაქსიმალურად დაუდგებით ხარში პერსონალს რომელიც მოინდომებს აკადემიის მართვას და გაუჯერებელი არჩევნები ხო აი ეს უკვე იქნება კარგი ამბავი თუ კი გავიგებთ რომ აკადემიის პერსონალმა მოინდომა ხელმძღვანელობა და ერთმანეთში არის კონკურენცია ხო გასაგებია კიდევ ერთი მაყურებელია ჩვენს ეთერში გისმენთ თქვენ პირდაპირ ეთერში ხართ ალო გისმენთ ჯაბა გამარჯობათ გამარჯობათ ნოდარ ჩხეიძე დიახ გისმენთ ბატონო ნოდარ მივესალმებით თქვენ სტუმრებს მოგესალმებით ჯაბა რაშია საქმე იცით საზღვაო აკადემია როგორც სასწავლო დაწესებულება მე მგონია ისე ჩაუკლა რექტორატმა ამ სასწავლო დაწესებულების წამყვან მეცნიერ აკადემიურ პროფესორებს ინიციატივა რომ არაფრის გაკეთება მათი ინიციატივით არ სურთ. ეს მე ჩემი ყოველ მქონდა შეხება საბედნიეროდ ეს შეხება დამთავრდა კარგად, გვინდოდა ერთ-ერთი გრანტისთვის გრანტი წარგვედგინა საზღვაო აკადემიიდან და დიდი წვალებით და დიდი იმით და როგორც იქნა დავარწმუნეთ რექტორი რომ ხელი იყო მოსაწერი ამაზე და გვაცდევინებდა თვეობით რომ რამე ხوار დაენახა იმ ჩვენს იმაში რა ქვია გრანტის კარგით და თქვენი შეფასებით რო უკვე ამოიწურა ჩვენი ბატონო და ბოდიშკირტი და ამიტომ მოკლედ გითხარით როგორ უნდა განვითარდეს საზღვაო აკადემია რა არის ამისთვის მთავარი პირობა საზღვაო აკადემია უნდა განვითარდეს რომ თვით გეტყვით აგერ უნდა კონდეს სრული ავტონომია რაცაც ანიჭებს უმაღლესი განათლების კანონი უნივერსიტეტებს ავტონომიას ეს უნდა კონდეს უნდა იყოს რექტორი ვინც მოვა არა იმან უნდა მიცეს აბსოლუტური თავისუფლება აკადემიურ პერსონალს რომ გამოიჩინონ ინიციატივა ჩაატარონ სამეცნიერო მუშაობები რომელიც
პრაქტიკულად არ ტარდება ამ აკადემიაში. მე ამას მთელი პასუხისგებლობით ვამბობ. გასაგებია, დიდი მადლობა რომ გამოხატეთ თქვენი პოზიცია, ეს იყო ბატონო ანდერჩხეიძე. თქვენ ეთანხმებით ამ პოზიციას, რომ თვითმმართველობა არის გამოსავალი. ან თქვენი ბოლო სიტყვა, როგორ უნდა განვითარდეს საზღვაო აკადემია? მე ვფიქრობ, ეს არის აქსიომა, რა თქმა უნდა. მე საერთოდ მეთქვა, რომ მთავრობა რაღაც უხეირო დედამთილებით იქცევა, როდესაც სულ ყველგან ცდილობს ჩაერიოს. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, აკადემიის პერსონალი, აკადემიურ პირებზე საუბარი. არც ერთ შემთხვევაში არ აირჩევენ ოპოზიციურად განწყობილებას. აი პირადად მე, იმიტომ რომ მათ იციან, ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მათ ეკნებათ ურთიერთობა სახელმწიფო, ამიტომ ყოველთვის აირჩევენ ლოიალურად მინიმუმ განწყობილ ადამიანს. ამიტომ მათ ამ ხრივ პოლიტიკური პრობლემები არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ცდილობენ ჩაერიოს. მაშინ რა უნდა გაკეთდეს? რა არის გამოსავალი? მე სკეპტიკურად ვარ მაინც განწყობილი. არ ამგონია რომ აი ეს ელემენტარული. რა უნდა გაკეთდეს, რომ ოპტიმისტად უნდა გაკეთდეს ის, რომ არ ჩაერიონ. ეს თქვა ტელემაყურებელმა თქვა ბატონმა გენომ, ეს ჩვენი მეგობარიც ამას ამბობს, მაგრამ მე არ ვარ მაგრამ თუ კი მაინც ჩაერევიან დარწმუნებულად ჩაერევენ რომ ამათვის არის ამოსავალი რომ აი შეცდომების არა თვითკრიტიკა არამედ აი უფრო მეტი ადმინისტრირება მე ვფიქრობ უფრო მეტ ადმინისტრირებაზე წავლენ ნუ არ ვიცი შეიძლება ვთქვათ რომ აკადემიური პერსონალი ამას რაღაცნაირად შეეწინააღმდეგება მე შიგნით ვხედავ პროცესებს ჯერ ამას მე ვერ ვხედავ თუმცა ყველაფერი არ ვიცი ადამიანებმა თვითონ უნდა გადაწყვეტონ თავიანთი ბედი აქ მათ უნდა მიხვდნენ რომ თუ ისინი აიღებენ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, გაცილებით უფრო მეტი რამის გაკეთება შეიძლება. თუ ისევ პასიურები გახდებიან, მივიღებთ ვერტალურ ხალხს იმ შედეგს, რაც იყო, იმ შედეგის გამეორება ძალიან ძნელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც მსგავს რამეს. ეს არის არჩევანის პრობლემა, ამიტომ არჩევას აკეთებს ყველა თითეული მათგანი და ეს მათზე იყოს დამოკიდებული. გასაგებია, ბოლოს მაინც ნიკამ გითხრეს, თუ ისევ ჩაერევიან აკადემიის შიგასამზარეულოში და არ ექნება არჩევანი ისევ აკადემიას, რომ არჩევანი გააკეთოს, თქვენ დამოკიდებულება სტუდენტების როგორი იქნება? ჩემი პირადი დამოკიდებულება ისეთი იქნება, როგორც ადრე იყო, რომ წინააღმდეგი იყო და სხვა სტუდენტებს მე უბრალოდ სხვისი სახელის საუბარი არ შემიძლია. მოლოდინი როგორი გაქვთ? ანუ აკადემიაში არის ზოგადად იმის განცდა, რომ ჩვენ უნდა მართოთ საკუთარ მოლოდინი ზოგადად ოპტიმისტი ვარ მე და ვფიქრობ, რომ კარგად გამოსწორდება სიტუაცია. გასაგებია, დიდი მადლობა თქვენ რომ მიყავით ამ გადაცემის სტუმრების სამწუხაროდ დამოიწურა ჩვენი საუბრის დრო. გემშვიდობებით ნახვამდის. ჩვენი სტუმრები იყვნენ დემოკრატიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გენო გელაძე, საზღვაო აკადემიის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი სტუდენტი ნიკა თავდიშვილი და აკადემიის ასოცირებული პროფესორი ემზარ კახიძე. თქვენ უყურებთ გადაცემა უპასუხეთ ხალხს. ნახვამდის. ვაუჩერი